საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. დღეს ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სიხარულის ნაცვლად შიშით უყურებენ, როგორ იზრდებიან მათი შვილები. წამალი დაიდოს. ყველას გვახსოვს მშობლების რამდენიმე თვიანი ბრძოლა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოსაპოვებლად. ახლა კი მთავრობის კანცელარიასთან იგივე მოთხოვნით ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ადამიანები იკრიბებიან. დუშენის სინდრომი, რა დაავადება, როგორ ვითარდება, რა ინოვაციური საშუალებები არსებობს მის სამკურნალოდ და რატომ არის ხელმიუწვდომელი ქართველი ბავშვებისთვის. ვნახოთ ვიდეო. თუ მოსმენას ითხოვს მშობელი, ანუ მაგას არ უნდა სჭირდებოდეს დღეები, კვირა და თვეები, რომ შენ მოემზადე იმისო დედას მოუსმინო. შენი ვარია თუ სახელმწიფოს მართვაში ხარ უნდა მოუსმინო ამ რაღაცა. დედა გამწარებული დედა რო გთხოვს მომისმინე, ამას რა თქმა განრიგის გადალაგება. უყურებია ეს სამალი რო არ მივაღებდეთ უშუალოდ სხვას რასო. მithome სკოლა დიზახია რო შეწარდია ხიდა. ეს ხვერწები და გემუდარები რო წამალი მომიტან რო შეგეძლოს. რა უნდა გვინდოდეს ჩვენ გამწარებულ მშობლებს მისი გაკეთება უნდა გვინდოდეს მოთხოვნა გვაქვს ხოვნა გვაქვს ხვეწნა გვაქვს წამალი მოგვიტანე რა უნდა გავაგუჯოთ ჩვენ ისეთი დაფუჭებაზე ვარ ჩვენ მოსულები და ამდენხან მაგი ვერ დაადგინეს ჩიტი რომ გადაფრინდეს რომელი სანდამეთა დაფრენა იმას გაიგებენ და რომელი ჩიტი იყო ჩვენ ვერ არიციან ჩვენ ვინბარ და მისი გაფუჭებელები მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ ადამიანებს მათი შვილებისა და შვილიშვილების დიაგნოზი აერთიანებთ. მე რაღაცა ძალიან მარტივი დაავადება მეგონა თურქეთში მივიდეს და როგორც კი ექსახელია, მაგას გუწოდი არ მითხრა და მოკვდა იქვე. მარიამ იქვე დაიშალა. მე კიდევ ვერ გავიგე, მეთქი რა არის ისეთი რომ ვერ არ იმყოფლება რა. გენური დაავადებაა ქალბატონო და უკვე თვითონ პროფესორმა ამიხნა ამასაჭიას იქ. იმიტომ თავს აქცელის უფლება არ მივეცი იქვე, იმიტომ რომ ბავშვი და ბავშვის დედა წამოსაყვანი ყავდა და მარიამი აბსოლუტურად გათიშული იყო. არ ცოცხლებში არ ეწერა ისე გადმომიყვანა საზღვარი. და მაშინ გავიძლიერეთ ამ. მოვედი აქ და აქაც არაფერი აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ვიტყვი ეკილი. თუ ასე იქნებაო, რომ ამ წინის შემდეგ მოხდება ესე კუნთები. მის კუნთამდე მივა გაჩერდება და დამთავრდება სიცოცხლე. არის წამალი, როგორ არ არის, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ. მე რომ ეკი რა არის იმდენი, აი ამ მომკითხოთ ისე. არა, ქალბატონო 3 მილიონი ახალგაზრდით მეშვიდე. მაგას როგორ შეძლებდი რა თქმა უნდა. ხოჭიზე მილიონები რა. ექიმებას არის. თუ რასანა გვაქვს საქმე. ქუთაისიდან ავარ. ქუთაისში მივიყვან ბავშვი ექიმთან ვეუბნები ჭირს ეს და ეს დაავადება. ეს რა არის? მე მეკითხე. აი მე მეკითხე. მოდი მიკათრე უკვე ვერავი. და დამეხმარო. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით, განლევით გამოიხატება. გვხვდება უმეტესად ბიჭებთან. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ 2-3 წლის ასაკში ვლინდება, თუმცა დაავადებულ ბავშვებს ჯდომასთან, წამოდგომასა და სიარულთან დაკავშირებული სირთულეები ჩვილობაშივე შეიძლება ჰქონდეთ. 6-8 თვის ბავშვები ბუქნებს რო აკეთებენ რაღაცა ეს არ შეეძლო, ხოხვა არ შეეძლო. რო დავაჯენდით მაგალითად იატაკზე, ადგომა უჭირდა თავისით დახმარების გარეშე. და თურმე ეს ახასიათებდა ამ დიაგნოზის ყველაფერი. რა მაზე ბიჭია. ჩემი ბუთკო ჩახარში. ირაკლის ოჯახი გალიდანაა. საბოლოო დიაგნოზი 5 წლისას თბილისში დაუსვეს. რო გავიგეთ დიაგნოზი 5 თვის ყავდა მეორე ეს იყო 5 წლის და ის 5 თვის და ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს მომენტი. აი პატარა მეჩდა კენგურუში ეს 5 თვის და ეს მინჭირავს ესე ხელით და მეუბნება ექიმი. ყველაფერი ამიხსნა ეტაპობრივად რა და ბოლოს მეუბნება რუსულად მითხრა სხვათა შორის в конце летальный исход ესე მითხრა. ანუ ბოლოს სიკვდილი. ამ დიაგნოზის და
იმ მომენტში ყველა თელი ჩემი ცხოვრება დაინგრა რა თვალწინ. ფეხის კუნთების ატროფია დაახლოებით 3 წელიწადში ხელის კუნთებზეც ინაცვლებს. მდგომარეობის შემსუბუქებას ჰორმონებით ცდილობენ, რაც წონის მატებას იწვევს. მე-4 წელი დაიწყო, რაც ესე მდგომარეობაში ვართ და დღე უფრო გვიჭირს. ირაკლის დედა ქეთევან ეშხვაია თავის ცხოვრებას 2 ნაწილად ყოფს: დიუშენამდე და მის შემდეგ. გაუორდათ თავშესაფარიც, საკუთარი სახლი გალში და ნაქირავები თბილისში. მამეც ფეხი და მამეცი იქ ყავდა აფხაზეთში სკოლაში და მე-3 კლასში იყო, რომ უკვე ძალიან უჭირდა კიბეებზე ასვლა ყველაფერი. მეუღლე მუშაობდა და ფაქტიურად მეც იმ სკოლაში მუშაობდი და სულ ზურგი დამყავდა სკოლაში. აფხაზეთში რაც გავუკეთებდით ესეთ ბავშვს, ესეთ მდგომარეობაში და ჩამოვედი თბილისში. ეხლაც ნაქირავებში ვართ ჩვენ. ყველაფერი გამოგივა შენ. კაი ბიჭი ხარ შენ, დედას გული ბიჭი ხარ შენ. ბუთქუჩა. ეს დაავადება არის კილერი. აი. თითქოს და ზიხარ ბომზე და რომელ წუთს რა იქნება არ იცი. ამის შიშით ვიღვიძებთ ყოველი დილა და ყოველი დილა არის ჩვენთვის ბრძოლა თუნდაც სუნთქვისთვის. რა ვიცი, გამელოდა და როცა ვიცით რომ უკვე წამალი ასე ახლოს არის და რომელი დედა იქნება მშვიდად, როცა იცის რომ წამალი ახლოს არის და ვერ უყიდი ფინანსურად შენ შულს ამ წამალს. დიუშენის კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წელია. დაავადების აღწერაში ამოკითხული ეს წინადადება ირაკლის ოჯახისთვის განაჩენი იყო იმ დღემდე, როდესაც შეიტყვეს, რომ წამალი გაჩნდა. ძვირადღირებული ამერიკული პრეპარატი ელევიდისი. გენური თერაპია, რომელიც დიუშენის ბავშვების სიცოცხლეს აორმაგებს და მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული. ირაკლი 9 წლის იყო, როცა საფრანგეთში თავისი ფეხით ჩავიდა. ლტოლვილებად ჩაბარდნენ. მალე თავშესაფარი მიიღეს. ერთ დღეს სწორედ სტრასბურგის თავშესაფარში აბაზანიდან გამოსულმა დედას უთხრა, რომ ფეხებს ვეღარ გრძნობდა. გიჭერს ეს? 9 წლის ასაკიდან უკვე ჩაჯდა ეტლში. იქ საფრანგეთში და სოციალებმა მოგვცეს ეტლი. ეს იყო ყველაზე ტკივილით ვიღესანება ამ მომენტს. ჩვენი ისედაც ტანჯული შვილები ცოტა ხანი რო იყვნენ, აი მე მაგალითად იმას ვთხოვ ყოველთვის ღმერთს და ყოველდღიურად იმით ადრეს ვდგები, რომ ჩემი შვილი იქნება ეს ამ მდგომარეობაში და უარესობა არ დაგვემატება, ამის იმედი მაქვს, რომ არ გახდეს აპარატებზე დამოკიდებული. ეს წამლები თუ არ განკურნავენ 10-15 წლის გადაავადებენ მაინც პროგრესირებას დაავადების. ვინც დადის იმ ბავშვებისთვის 15-20 წელი მოსიარული იმაში დარჩებიან მდგომარეობაში და ეხლა რა არის მეტი დედის და მამის ოცნება. ირაკლის საფრანგეთში მანქანა ემსახურებოდა, უტარდებოდა ფიზიოთერაპია, იკვლევდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები. მაგრამ სანუკვარი მედიკამენტის მიღებაზე უცხო ქვეყნებში ჩასულებს ასე პასუხობენ. იმას ამბობდნენ, რომ თქვენც შეძლებული ქვეყნიდან ხართ, თქვენს ქვეყანაშიც არისო მსგავსი სტანდარტებიო და შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაში დაბრუნდეთ და იქ ისარგებლოთო. აი, გამარჯობათ. სამშობლოში დაბრუნებულები სხვა ბავშვების მშობლების ჯგუფს შეუერთდნენ. საქართველოში დიუშენის კუნთოვანი ატროფიით სულ 100-მდე პაციენტია. ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას. ელევიდისის გარდა, ამერიკისა და ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა ბოლო წლებში კიდევ რამდენიმე ინოვაციური პრეპარატი დაამტკიცა. ეს მედიკამენტები დაავადების სხვადასხვა ეტაპზე ენიშნებათ და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხს. ჩემს შულს აქვს ბევრი ოცნებები. პირველი ოცნება ის არის, აფხაზეთში უნდა დაბრუნება და ისევ როგორც დადიოდა, ისე
იაროს ითამაშოს თავის თანატოლებთან. არის მომენტები, როცა ვზივართ და ვიხსენებთ იმ წარსულს, თვითონ იხსენებს იმ წარსულს, რომ დადიოდა, როგორი ბავშვობა ჰქონდა. ვიდეოებსაც უყურებს პატარაობის, აი თავისი ძმა რო დადის, დახტის რაღაცა, მაგას ეუბნება, რომ მეც ესე დავდიოდი და ჩემი მეორე ბიჭი სულ იმის მოლოდინშია, რომ როდის ითამაშებს ირაკლისთან ფეხბურთს. პირველი ქართველი ბიჭი დიუშენის ატროფიით, რომელსაც ეს ოცნება აუსრულდა, თომა ნადირაშვილია. ეს არის თომა ამერიკაში. მეშვიდეზე ვდავდეს. კი არა, ის არბის. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდიოდა და კიბეებზე ასვა უჭირდა, მასწავლებელი ჩამოდიოდა, ხვდებოდა, რომ ჩანთა გამოერთმია ჩემი დისთვის და ბავშვს ხელი მოეკიდა და ისე ასულიყვნენ კიბეზე. ეხლა 7 სართული რო აირბინოს ხელი მოუკიდებლად და შეუსვენებლად ბავშვმა, ეს უკვე ძალიან დიდი შედეგია ამ დაავადებისთვის. თერაპიის შემდეგ 3 თვეში პირველივე დღეს, როდესაც თომა სკოლაში მივიდა, მასწავლებელი გამოდის გაფართოებული თვალებით, აღფრთოვანებული და მეუბნება, ამ ბავშვს რა გაუკეთეთ? ამ ბავშვს ელევიდისი გაუკეთეს. თომა ამერიკაში დაიბადა და შესაბამისად იმ ქვეყნის მოქალაქეა. კურნალობა სახელმწიფომ სრულად დაუფინანსა. თვითონ პროცედურა არის უმარტივესი, ეს ხდება ერთჯერადი ინფუზიით, დაახლოებით 2 საათნახევარი მიმდინარეობს გადასხმა, რა თქმა უნდა, ექიმებისა და ელექტრების მეთვალყურეობის ქვეშ. არანაირი გვერდითი ეფექტი თომას არ ქონია. არანაირი, მხოლოდ ქონდა მსუბუქი გულისრევის შეგრძნება ინფუზიიდან 2-3 საათის შემდეგ. ეგ იყო და ეგ, სხვა არაფერი. ასევე გვაქვს ახალი თანამედროვე, ესეც ინოვაციური ჰორმონი ვამოროლონი. ესეც ძალიან ძვირია, ესე რომ ვთქვათ, ისევე როგორც ჯივინოსტატი, მაგრამ ამ ყველაფერს თომა იღებს. ამერიკის მთავრობა ეს ყველაფერი ჯანდაცვამ, ესე რომ ვთქვათ, მთავრობა როგორი ამერიკის ჯანდაცვამ ეს პრეპარატებიც გამოყო და დაგვინიშნა და ვიღებთ ამ პრეპარატებსაც. დაიწყო. გამარჯობათ, მე ვარ ტაქსი. გამარჯობათ. მე ვარ ღვინის დასალევი მანქანა. გამარჯობათ, მე ვარ თეოდორე. ბევრი მანქანები მაქვს. თეოდორე თომას ძმა, მასზე 1 წლით უმცროსი. ოღონდ თომა საქართველოს მოქალაქეა. ხო? ბავშვი ასე არის, თამაშობდა, ყოველთვის იწვა და აი ისე ატარებდა მანქანებს და რო შევხედე, ეს არისო ნორმალური ბიჭი ბავშვის საქციელი და წავყვანე ორთოპედთან. ნეიროქირურგმა რო გასინჯა ეს ბავშვი, თქვა რომ გავუკეთეთ გენეტიკური კვლევა. და რომ მივიყვანე, თომა დავტოვე გარეთ, რადგან ეს გაუშვეს მარტო. მაგრამ რადგან ესენი იყვნენ ძმები, ორივეს ჩვენ თვითონ გავუკეთეთ გენეტიკური ანალიზი. და ორივეს დაუდგინდა 59 და 50 ეგზონის ჩაშლა. გამარჯობა. გავჩდია. საიდან გაჩდი? აი ეს იყო კატასტროფა, რასაც ქვია. და მე ის კიდე რო გავიგეთ, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ანუ არაფერი არ ხდება მკურნალობაში და საერთოდ ვერაფერი გვეშველება. ეს ხო კიდე უფრო კატასტროფა იყო. მევაფი. აი დედა. ეს აფეთქდება ეს მანქანა. აბა ეს იყო მეხის გავარდა. ძილშიც კი რა გაინტერესებს არაფერი ცხოვრებაში, თუმცა
სახე გავიჭრით. თომას ეშველა ახლა უმცროსი ძმის ჯანმრთელობისთვის იბრძვიან. ნათურები აქვს და ანათებს. ხერადის სახე. თეოდორე დეიდასთან და ბებიასთან იზრდება, რადგან დედა თომასთან ერთად ამერიკაშია და იმ დრომდე ვერ დაბრუნდება, ვიდრე საქართველოში დიუშენის სამკურნალო ახალ პრეპარატებს არ შემოიტანენ. ამას აბა რა ქვია? ქვია ავტობუსი. ეს ჰორმონი, ბამოროლონიც და ჯივინოსტატიც არის მუდმივად მისაღები. ეს პრეპარატები მუდმივად უნდა მიიღონ ბავშვებმა და ამიტომ ვინაიდან საქართველოში არ არის ეს პრეპარატები, ჩვენ გვიწევს ამერიკაში დარჩენა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ამ თერაპიას ვერ შევწყვეტ. გავში. Всё, გიყო. უკვე შეიძლება 9 წლის ასაკში ჩაჯდეს ბავშვი ეთში. აბა მიდი შენ თვითონ ჩადი, მარტო შენ. ხელი არ მოკიდო. ეს დაავადება დროთა განმავლობაში არა მხოლოდ სიარულის უნარს უზღუდავს, ასევე ხელების მოძრაობასაც უშლის და რაც მთავარია, ფილტვები, გული, ხო კუნთია, პირველ რიგში ამათი პრობლემები იწყება შემდეგ ფილტვებიდან, სუნთქვა უჭირთ ბავშვებს და შემდეგ გული და ამითი პრობლემა ის არის, რომ გული კუნთია და პირველ რიგში გული ჩერდება. ვიძე. 1 2 3 ამ ბავშვების დრო წამი ჩართულია და გვჭირდება ღილაკი, რომ დავაჭიროთ ხელი და ეს გავაჩეროთ. გადაახტი აბა. ვიცით რომ არის ძალიან ძვირი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თითოეული ბავშვის სიცოცხლე უფრო ძვირია. გამარჯობა. შენ ხარ გამარჯვებული? არა, შევხვდი. შემხვდი გზაში? და გიქნიო ხელი? არც ერთი ბავშვი არ იხდის მაგის საფასურს, არსად. ყველა ქვეყანაც შემოაქვს თავისი მოქალაქე ბავშვებისთვის ეს წარმალი. ყველა ქვეყანას, რომელიც მშობელს აქვს, ახლა ძალიან მდიდარიც რო იყოს ადამიანი, მხოლოდ ერთი გადასხმა 3.600.000 ვისუდევს სახლში. დაგეწიე. დიუშენის ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება წელიწად ნახევრის წინ დაიწყეს. უწყებაში გამართული 8-ვე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 5 წლის უკან არ იყო წამალიც და ვერ მოივითხოვდით ვერაფერს და არ ქონდა. ეხლა რო ვგებულობ, იმან გაიკეთა, ქართველმა ბავშვმა გაიკეთა. ჯივინოსტატი გაიკეთა. მე არა მაქვს საშუალება ვერ ვყიდულობ, ჩემი სატანჯველი მყოფის და სახელმწიფოს თხოვს და ეხლა ამათ გადაიღოს ხო? ეხლა სასწრაფოს ნამყოფია მეც და თქვენი შვილს წესულა ევროპაში, ხო? ანუ ყველა გეუბნება რომ მოხდოს საკუთარმა ქვეყანაში. ანუ შენ ქვეყანას აქვს რესურსი, გაბრუნდი და გიყიდოთ წამალი. წავიყვანე ბავშვი საფრანგეთში. არის ძალიან ზვირ მედიკამენტზე საუბარი, სამწუხაროდ ჩამოსულ ბავშვს ჩვენ ამას ვერ მივცემ. წაბრძანდი, გადავხედეთ საქართველოს რესურსებს, არ შენ ქვეყანას რესურსი წადი და მოთხოვე. ჩავალაგე ბარგი, ჩამოვედი, წელიწად ნახევარია ვდგივართ, ვაპროტესტებ, ბრძოლოთ, მაგრამ ამაოდ. ყოველი დაკარგული წელი დაკარგულ ბავშვებს უდრის. ამ ბავშვებს 2 წელი და 3 წელი ხო არა აქვთ. 1 წელი უბრალოდ დააკარგვინა ჩვენ შვილებს და 1 წელი კი არა ჩვენი შვილებისთვის 1 წამიც გადამწყვეტია, იმიტომ რომ 1 წლის განმავლობაში უკვე 2 პაციენტი დავკარგეთ ამ დიაგნოზით. ყავს ისეთი პაციენტები, ვისაც ვერ გამოდიან კლინიკიდან, იმიტომ რომ არ აქვთ იმის საშუალება სახლში ქონდეთ ეს აპარატის სასუნთქი და იმით სახლში რო ისარგებლონ. ხელებზე ხო აქცია. ავთანდილ ლომთათიძეს 20 წელი ნიუ ჰოსპიტალში შეუსრულდა. 3 წელზე მეტია მშობლებთან ერთად კლინიკაში ცხოვრობს. დიუშენის დაავადებამ ჯერ ხერხემალი დაუზიანა. ხერხემლის პრობლემის შემდეგ კი მისთვის აპარატის გარეშე სუნთქვა მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა.
ჩვენ რატო ვართ კლინიკაში? ზუსტად არ ქონის, არ ინფორმაციის, არ ცოდნის, არა პროტოკოლი, არა მკურნალობის მეთოდიკა, იმიტომ მოხვდით აქ. სხვანაირად არ მოხვდებოდით აქ და ყველა მოხვდება აქ. ყველა ამის ასაკში ვინც მოვა და ვერ მიიღებს მედიკამენტს და გაიევლის სათანადო მკურნალობას და რეაბილიტაციას, აბსოლუტურად ყველა ამ შედეგზე მოვა და უარესი კიდე ფატალურ შედეგამდე. აბსოლუტურად ფატალურ შედეგამდე. გამოუსწორებელ ფიზიკურ მდგომარეობამდე. აბსოლუტურად რამდენიც გინდა. რამდენიც გინდა ისეთი და იმდენი დაგვეღუპა ჩვენ ჯგუფში მოხვედრამდეს და ჯგუფში მოხვედრის მერეც. დიუშენის დიაგნოზი მთელი ოჯახის ბედის წერას ცვლის. ავთოს მშობლებისთვისაც მუშაობა შეუძლებელი გახდა. დედაც და მამაც მის პალატაში ცხოვრობენ. სარეცხისთვის თუ თავის მოსაწესრიგებლად ჩოხატაურელ წყვილს თბილისში ნათესავები მასპინძლობენ. ავთო კვირაში ერთხელ ან ორჯერ თითო საათით სეირნობს, მაგრამ კლინიკის ეზოს ვერ სცდება. მას ესმის, რომ ინოვაციური მედიკამენტებიც ფეხზე ვეღარ დააყენებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ჩაკეტილ წრეს ერთ დღეს მაინც გაარღვევს. შეიძლება აპარატიც აღარ დაგჭირდეს და წავიდეთ სახლში თავისუფლად. ოღონდ ისუნთქოს, ოღონდ გაიღვიძოს, დილა გათენდეს და მეტი არაფერი აღარ გვინდოდა ფაქტიურად. და დღესაც მასე ვცხოვრობთ. მაგ იმედით, რომ ეს წამალი შეიძლება მოგვესწროს დროულად, რომ ამ ბავშვებმა, ვინც დადის და ვისაც პატარა ასაკი აქვს, კიდევ არ აუშავთ იმათ და იმათ დროზე ექნებათ მოსწრებული ეს მედიკამენტი თუ შემოვიდა და ამათ უკვე წყალივით სჭირდებათ. რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლები, რომლებიც სიხარულის ნაცვლად შიშით უყურებენ, როგორ იზრდებიან მათი შვილები, უკან დახევას არ აპირებენ. ექიმების, ანალიზების, საავადმყოფოების რიგებში გატარებული წლების შემდეგ, ახლა მინისტრების და პრემიერ-მინისტრის კაბინეტებთან დგანან. არ მგონია ზედმეტს ვითხოვდეთ რამეს. უბრალოდ რაც კანონით ეკუთვნის და ეკუთვნით, ისიც მაინც მიიღონ სრულყოფილად. სხვა ქვეყანას მივადექით და არ გვაძლევს. ხედავთ. სხვა ქვეყანა რამდენჯერ შეგინახავს? 1-2 რამდენჯერ ვერ შეგინახავს და არ შეგინახავს. სახელმწიფოს ვალდებულებაც აქვს და არ უნდა გაწიროს. ეს ბავშვები თუ გაწირა და ყველაფერი შესწავლილია წამალით უსაფრთხოა და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად იციან, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემები ყოფილა თურმე ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი შვილები მთავარად არ მიაჩნია ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყანას. ძალიან მწვენია რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ჩემი შვილი განწირულდება. ყოველდღე, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებასთან გამოჩენისთანავე დაცვის უფროსი კითხულობს, რატომ შეიკრიბნენ, პასუხისმგებელი პირები კი არა და არ ჩანან. დიუშენის ბავშვები კიდევ ერთ ჩანს კარგავენ, უკეთი ცხოვრონ. იმ მდგომარეობაში მაინც იცხოვრონ, როგორშიც ახლა არიან. საერთოდ იცოცხლონ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, ნანა დაბრუნდაშვილი, ესმირა გუსინოვა, მშობლები გახვალთ, ნანა ტატიშვილი ბავშვთა ნევროლოგი და გია კაკაჩია, სოციალური პოლიტიკის ექსპერტი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ შევიკრიბეთ დღეს. დღეს არის იშვიათ დაავადებათა მსოფლიო დღე და ალბათ ამ დღეს ვერანაირად ვერ ავწდებოდით მით უმეტეს თემას, რომელიც უკვე კარგი ხანია არის ძალიან აქტუალური ჩვენ საზოგადოებაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მშობლებს მოგმართოთ, ნანა ესმირა თქვენ. თქვენი შემთხვევები რომ მოგვიყვეთ, იმიტომ რომ მაყურებელმა ახლა ნახა ოჯახები და ბავშვები, რომლებიც ამ პრობლემით არიან, ამ დაავადების კვალდაკვალ მიდიან და თქვენი შემთხვევები, თქვენი საჭიროებები და როგორ აღმოაჩინეთ, შემდეგ როგორ დაიწყეთ ზრუნვა და მკურნალობა ბავშვთან და რა შედეგებით ვართ დღეს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს არის ურთულესი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწყება ადრეულ ეტაპზე. ჩვენ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ, როდესაც ნიკოლოზი იყო 4 წლის, ანუ შევადარეს სხვა ბავშვებს, როდესაც ბაღში დადიოდა ბავშვი, უჭირდა მათსავით მოძრაობა, მალე იღლებოდა და აქედან უკვე ეჭვი მივიტანეთ, რომ ბავშვს ჰქონდა პრობლემები.
გავიკითხეთ, მივიყვანეთ სპეციალისტთან, დაიბადა ეჭვი, რომ ანუ არანაირი 4 წლამდე არანაირი გამოვლენა არ ქონია ბავშვს არის. ჩავთვალეთ, რომ ყველა ინდივიდუალურია და ბავშვი ისეთი სწრაფი არ იყო, როგორც სხვები დაუშვათ. ხო და როდესაც უკვე მოიზარდა და სადღაც 4 წლის გახდა ნიკოლოზი, როდესაც ვადარებდი სხვა ბავშვებს, უჭირდა მათსავით მოძრაობა. მოდი გადავამოწმებ მეთქი ახლა ისეთი რა არის, რა იქნება თქო. ამიტომ მივიყვანე სპეციალისტთან, როდესაც დაიბადა ეჭვი, გითხრეს რომ ბავშვის ანალიზები გავგეგზავნა საზღვარგარეთ და იქიდან დადასტურდა რომ ბავშვს ჰქონდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ჩვენ როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, აი დაბნეულები ვიყავით ნამდვილად, არ ვიცოდით საიდან რა დაგვეწყო, არც ორგანიზაცია არსებობდა, არც ინფორმაცია არ არსებობდა და აი ვძიობდით რომ გვენახა ჩვენაირი პაციენტები, როგორც ჩვენ ვიყავით. ამის შემდეგ იწყება ურთულესი პერიოდი. ბავშვს ფიქრობდით ყოველდღიურ რეჟიმში რა გაგვეკეთებინა, როგორ, ამას უკვე გაიქცა წლები. მე გავიცანით მშობლები, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. ხო, მაგრამ ექიმთან კონტაქტი ხო ჰქონდათ, აი თქვათ არ ჰქონდათ ნევროლოგთან, კი, მაგრამ არაფერი არ არსებობდა, არც ჰორმონსაც არ იღებდა ბავშვი არ იყო, უბრალოდ ფიზიოთერაპია, ვარჯიშები, ცურვა. მხოლოდ ეს არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გავიგეთ ნიკოლოზი ხა 13 წლის არის და მეტი არაფერი არ იყო, ჰორმონსაც არ იღებდა, რა თქმა უნდა. შემდეგ გავიდა წლები, ამასობაში გავიცანით სხვა პაციენტის მშობლები, შევქმნით ორგანიზაცია, დავიწყეთ ბრძოლა და აი ესე მოვდივართ, გვინდა რომ ყველაფერი შეიცვალოს, ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც ამ ბავშვებს შეეფერებათ და შეესაბამებათ, თუმცა ძალიან რთული დაავადებაა და დღეს არის დიუშენის საერთაშორისო დღე, 28 თებერვალი. და დღეს გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა და თქვენი ტელევიზიის საშუალებით მე ვუსამძიმრებ მათ ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია, ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. აი, ასეთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. მოდით პრობლემას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდეთ. ეს მერა თქვენი შემთხვევაც რო გითხრათ, როგორ აღმოაჩინეთ და როდის მიაქციეთ ყურადღება ამას და რითი დაიწყო საერთოდ ეს? გვიან გავიგე 8 წლის ასაკში. მანამდე, რა ვიცი, ისე ეჭვი მეპარებოდა, სულ ვფიქრობდი, უფროსი გოგო მყავს. სულ რო ვადარებდი ერთმანეთს, ვხედავდი რომ რაღაცა ეს ბავშვი ცოტა ყველა ბავშვისავით არ არის, ან უჭირს ხოლმე სასრიალოზე ასვლაც უჭირს. რა ვიცი, მე მეგონა ზარმაცია თვითონ, ანუ კალთაში იყო მიჩვეული რა, მეზობლები მასე ვინც მხედავდა, მასე მეუბნებოდა. მე ექიმთან თავის პედიატრთან რო წავიყვანე, ეგეც მითხრა რომ ანუ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. თქვენი გოგო სხვანაირია და ეს სხვანაირია. ცოტა დავწყნარდი. მაგრამ მე 8 წლის ასაკში დავინახე ბავშვი რაღაცნაირად კოჭლობა დაიწყო. რა უცებ ექიმთან მივიყვანე და მე მეგონა რაღაცა ვიტამინის ნაკლობობა აქვს ან რა არ მეგონა ეს დაავადება საერთოდ ახლო-მახლოც არავისთან არ ქონია. გენეტიკური ანალიზი, თქვათ, ფეხბურთის პერიოდში არ ჩაგიტარებიათ, ხო, ეს ახალი ტენდენცია, ასე ვთქვათ და აი რამდენად. ეს დაავადება მაინც არ ჩანს ამ არ ჩანს. ხო, აი ეს იყო ძალიან. სამშობიაროში დავრეკეთ, გენეტიკური ბავშვს რამე პრობლემა, ანუ დაავადება ჰქონდა, არაფერი არანაირი პრობლემა არ ქონია ბავშვს. მოდით ქალბატონ ანას ვკითხოთ ახლა გადმოვალ თქვენთან აუცილებლად. აი ახლა თქვენ ძალიან საინტერესო ჩართვა გქონდათ ამ წუთას. ანუ სულ ვამბობთ რომ ახლა თითქოს არის ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის რომ ძალიან მალე და ადრეულ ასაკში მიაკვლიო რაღაც პრობლემას, რაც შეიძლება ოჯახში შენშულს ჰქონდეს. აი ეს დიუშენის დაავადება, სინდრომი საერთოდ არ ჩანს გენეტიკურ ანალიზში, წინასწარ გენეტიკურ ანალიზებში. არა, ეხლა რაც არის გავრცელებული საკმაოდ კარგი და ინფორმატიული გენეტიკური კვლევა ორსულის დედის სისხლიდან, მაგრამ იქ ძირითადად ჩანს ქრომოსომული ანომალიები, როცა ვთქვათ, არის ზედმეტი ქრომოსომა, როგორც დაუნის სინდრომის დროს და რამოდენიმე, ვთქვათ, გონი 19-მდე სხვადასხვა გენეტიკური დაავადება ჩანს. მაგრამ დიუშენის დისტროფია და თქვათ იგივე სპინალური ატროფია თუ კონკრეტულად ამნიონის სითხეს არ შეისწავლი და ეჭვი არ გაქვს ამ დაავადებაზე, ისე ვერ ნახავ ორსული დედის სისხლში. ნანა, აი რამდენად შეუსაბამოა სიცოცხლესთან ეს დაავადება და როდის ეს არის იშვიათი
პროგრესირებადი დაავადება და მისი ბუნებრივი ისტორია ასეთია, რომ სადღაც 20 წელიწადი ცოცხლობენ ეს ბავშვები. სადღაც 12 წლიდან ეტლში არიან, შემდეგ ვითარდება თანდათანობით, როგორც აღნიშნეს თქვენ სიუჟეტში, მშობლებმა ხელის ფუნქციის, სუნთქვის სისტემის და გულის პრობლემები და შემდეგ უკვე ან გულსიზარდთა უკმარისობით, ან სუნთქვის უკმარისობით ეს ბავშვები. ანუ კუნთის განლებაზეა საუბარი. განლევა არ არის, კუნთს არ აქვს ძირითადი ცილა, რომელიც მის შეკუმშვას იწვევს და ეს ცილა დიუშენის მქონე ბავშვებს სამწუხაროდ საერთოდ არ აქვს და არის მის მსგავსი დაავადება ბეკერი, სადაც ეს ცილა დაქვეითებულია, მაგრამ რაღაც რაოდენობით არის და ის ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, არ ხვდებიან ეტლში და მათი სიცოცხლე ხარისხი გაცილებით უკეთესია. ნანა, აი რო გადავხედოთ სტატისტიკურად, ახლა აი დინამიკაში უფრო მეტი ხდებათ ახლა? არა, ალბათ არა. იმიტომ რომ სულ ჩვენ რაღაცა გვაქვს პედიატრიული რეგისტრი, სადაც აღრიცხული ყავს ყველა ვინც მოგუმართა და ვცდილობთ რომ აი მშობელთა ორგანიზაციასთან კავშირით რომ მაქსიმალურად ყველა ყავდეს, სადღაც 80-მდე არის 18 წლამდე ასაკის და ალბათ 40-მდე კიდევ მათზე უფრო დიდები. მე მშობლებს მინდა ახლა მივუბრუნდე ნანა, რა არის ახლა თქვენი ძირითადი მოთხოვნები? წელიწად ნახევარია რაც შეიქმნა, ასე ვთქვათ, ესეთი ორგანიზაცია, რომელიც ბავშვთა უფლებებს და მათ ჯანმრთელობას იცავს. რა არის ძირითადი თქვენი მოთხოვნა და შემდეგ კითხვას უკვე სფეროს დაუსვა. უკვე არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელიც არის უკვე საზღვარგარეთ და წამალს გასაგებია ვითხოვთ, მაგრამ მანამდე გვინდა რომ ჩამოყალიბდეს მულტიდისციპლინური გუნდი. რომ ჩვენ მშობლებს რაიმე პათოლოგია არ გამოგვეპაროს. ამ ბავშვებს მუდმივი მონიტორინგი აუცილებლად ჭირდებათ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი, ეხლა წეგან რო ვახსენე, გარდაიცვალა ბავშვი, ალბათ მშობელს საშუალება უნდა ჰქონდეს იმის, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთოს, ბავშვს შესაბამისი ანალიზები გაუკეთდეს, წელიწადში ორჯერ სავალდებულო აუცილებელია, რომ რაიმე პათოლოგია არ გამოგვეპაროს. ეს არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, როგორც არ არსებობს მულტიდისციპლინური გუნდი, არ არსებობს, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამისთვის იბრძვის ჩვენი ორგანიზაცია, რომ გუნდი შეიქმნას. ბავშვებს უკვე გარკვეული აი 13 წლიდან განსაკუთრებით 14 წლიდან ესაჭიროებათ სპეციალისტები, ეს იქნება პულმონოლოგი, ეს იქნება კარდიოლოგი, ეს იქნება ორთოპედი, უფრო ადრეც კიდევ, რომ ჩვენ არ ვიცი ხა მშობლებმა შეიძლება ადრეულ ასაკშიც აქვს ბავშვს დაწყებული და არ ვიცით მშობლებმა და შეიძლება გამოგჩეს, ხო? აი ძირითადი ფუნქციები რო განსაზღვროთ მულტიდისციპლინარული ჯგუფის, აი რა კონკრეტულად რა პრობლემები გინდათ რომ გადაგიჭრათ მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა? რა იქნება მისი მთავარი მისია? მთავარი მისია ის იქნება, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში გულის პრობლემები ვიცით რომ ეწყებათ ადრეულ ასაკში ფილტვის პრობლემები და დაიწყონ ამ ბავშვებს ყურადღების მიქცევა, მათ უნდა ჩაუტარონ ყველანაირი შემოწმება ამ ბავშვებს და ეს არის ძირითადი. მე რამდენადაც ვიცი სახელმწიფოს აქვს რაღაც კონკრეტული შეღავათი დაწესებული იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის ნუდიშენს გულის ყოფა ამ შემთხვევაში ეს არის თუ არ ვცდები 425 ლარი. კი. რისთვის არის ეს თანხა საკმარისიან გამოყოფილი? ასევე არისარეაბილიტაციო ვარჯიშები 12-დან 15 ერთეულამდე და დანარჩენი, აი რასაც თქვენ ითხოვთ ახლა აი მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობის შემთხვევაში, რა ხარჯებია კიდე საჭირო იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ ბავშვი არის სრული ყურადღების ქვეშ? დიახ. ხარჯები დენაც არ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ხარჯებია, იმიტომ რომ უნდა გამოიკვლიოს ყველაფერი ბავშვის ყველანაირი, ფილტვები იქნება, გული იქნება. ეხლა MRT უნდა გადავიღო მე ჩემ შვილს და მაგასაც არ გვაფინანსებენ, რუსთავის მერია არ აფინანსებს. ყველაფერი ხარჯები ეს კარდიოლოგია, ტრავმატოლოგი ყველა ჩვენი ხარჯებით ჩვენ ვიხდით. ანუ და ეგეც 6 თვეში ერთხელ
წელიწადში ერთხელ კი არა 6 თვეში ერთხელ ყველანაირად ბავშვი უნდა გავსინჯოთ ანუ წელიწადში ორჯერ ბავშვმა სრული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს. ანუ ეს ფიზიოთერაპია, ცურვა და ასე შემდეგ არ არის საკმარისი. ეს არის დახმარება ზოგადად, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კვლევები. რომ ზუსტად გავიგოთ რა სტადიაშია ბავშვის გულის მდგომარეობა, ფილტვის მდგომარეობა და ასე შემდეგ. რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი მკურნალობა, აი ყველაფერი არ უნდა გავთვალოთ, სულ ყველა დეტალი. ნანა, ძალიან მაინტერესებს თქვენ გაიგეთ წამლის შესახებ, ხო? ელევიდისი, რომელიც ერთი არის ელევიდისი, რაც ჩვენ უკვე სიუჟეტიდან ნახეთ და არის კიდე სხვადასხვა ტიპის წამლები. რა წამლებია ეს და რა შემთხვევაში იხმარება, თქვა, სხვადასხვა გამოვლინების დროს არის თუ თქვა, არის კონკრეტულად ელევიდისი დაავადებისთვის, რომელსაც გამოვლენა აქვს თავისი და სხვა წამლები, სხვა გენეტიკური, თქვა, გამოვლინებისთვის. საქმე იმაშია, რომ ბავშვებს ერთი და იგივე პრეპარატი არ უხდებათ. საჭიროა ელევიდისი, რომელიც არის ესეთი პრეპარატი მოსიარულე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ინცეტლშია მათთვის არ შეიძლება, ესეა კვლევებით დადასტურებული. არსებობს კიდევ ჯივინოსტატი და როგორც ვთქვით, ჩვენ ამერიკაში 6 წლიდან ზემოთ ინიშნება და ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში არის გარკვეული შეზღუდვები. არსებობს კიდე ეგზონ სკიპინგი, რომელიც ყველა ბავშვზე არ მიდის და აქაც გვაქვს შეფასება. ანუ ამ პრეპარატის მიცემასაც სჭირდება გარკვეული კვლევა. აქ მინდა ნანას აუცილებლად ვკითხო, აი პრეპარატები, რომელიც იყო ეხლა დასახელებული, რამდენად ვთქვათ, არის ხელმისაწვდომი მშობლებისთვის, მე რამდენადაც ვიცი, სწორედ ეს არის მოთხოვნის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ არსებობდეს წამლები, რომელიც არსებობს სადღაც სხვაგან და სადღაც ბავშვებს შველი ან ყოველ შემთხვევაში მათ უხანგრძლივდებათ ცხოვრება. ეს ელევიდისი და ექსონის ამოგდების წამლები ითვლება დაავადების კურსის შემცვლელ წამლებად, ანუ ცვლის დაავადების მიმდინარეობას. რაც შეეხება ჯივინოსტატი, ვამოროლონი, დეფლაზაკორტი, ესენი უფრო დამხმარე წამლებად, ანთების საწინააღმდეგო წამლებად განიხილება, რომლებიც ეხმარება 2-3 წლით ავადებს მოძრაო სიარულის უნარის კარგვას, მაგრამ რეალურად დაავადების მიმდინარეობას ვერ ცვლის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია ის პირველი წამლები, რა თქმა უნდა. თუმცა აქ ერთნაირი არის რომელიმე საქართველოში? არა, საქართველოში არის მხოლოდ სტეროიდი, დეფლაზაკორტი სახელმწიფო პროგრამით, რომელიც ითვლება დღეს, რომ ერთ-ერთი პირველი არის სტეროიდებს შორის და არა იმ წამლებს გულისხმობ, რომელიც წეგან ვახსენე. არა, არც ერთ ქვეყანაში ეს წამლები არ არის მშობლებისგან შეუძლებელია მათი ფასის გამო, რომელიმე ძალიან მდიდარ ქვეყანაშიც რომ მშობელმა შეიძინოს. მაგრამ წამლებთან კავშირში თქვა ამერიკას და ევროპას ერთნაირი მიდგომა არ აქვს. ევროპაში ახლა რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, არც ერთი ეს წამალი რეგისტრირებული არ არის. არც ელევიდისი, არც ექსონის ამოგდების წამლები. ჯივინოსტატის გარდა ევროპაში არც ერთი წამალი არ არის ჯერ დარეგისტრირებული, რადგან ევროპელები თვლიან, რომ უსაფრთხოების შესწავლა ბოლომდე არ არის დასრულებული. ანუ ევროპაში იმიტომ არ არის ჯერ ეს წამლები, რომ ისინი საბოლოოდ იყო და შარშან 25 წლის აგვისტოში თუ არ ვიცი, შეიძლება ივლისში ევროპის წამლის სააგენტომ არ დაადასტურა მათი გამოყენება და იქ მხოლოდ კლინიკურ კვლევებში მონაწილე პაციენტები იღებენ. ანუ ევროპა უბრალოდ ითხოვს უფრო ხანძლივ კვლევას, რომ უფრო დარწმუნებული იყოს იმაში, იმიტომ რომ აი ჯივინოსტატი თითქოს ყველაზე მარტივი წამალია, მაგრამ 3 სიკვდილი 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვი მათი გამოყენების დროს შეიძლება ეს არ იყო ჯივინოსტატით გამოწვეული, მაგრამ მათი გამოყენების დროს აღწერილი იყო 3 სიკვდილის შემთხვევა. ელევიდისის გამოყენების დროს ასევე 3 სიკვდილის შემთხვევა იყო აღწერილი ამერიკაში. ნებისმიერ პრეპარატს შეიძლება კონდეს ასეთი ლეტალური დასასრული. სახელმწიფო ევროპის გაერთიანება ასე თვლის. ამერიკა საერთოდ უფრო თამამია და ამერიკას მიცემული აქვს 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ელევიდისის გამოყენება და ვნახეთ ჩვენ ჯანმო არა FDA. კი ბატონო, ამერიკის წამლისა და სუბსტატის სააგენტომ და ის ბავშვი ვნახეთ ჩვენ ნამდვილად, რომელიც საბედნიეროდ მშვენივრად ადის კიბეზე. მაგრამ იმიტომ პატარა ბავშვებში იყენებენ, რომ დიდი წონის ბავშვებში მისი გამოყენება ღვიძლის დაზიანების მეტ რისკთან არის დაკავშირებული და ცოტა ამას უფრთხიან. გია
აი იყო შემთხვევები ჩვენ სიუჟეტშიც იყო ადამიანი ნაჩვენები რომელიც საფრანგეთში წავიდა თავის შვილთან ერთად რომ იქ ბავშვს მიიღო მკურნალობის ვთქვათ ის გაევლო ის მკურნალობა რომლის მიღების საშუალება არ ქონდა საქართველოში ასეთი არაერთია და ასეთი არაერთი დაავადებაა სამწუხაროდ რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ ზუსტად იმის მონოდინში რომ იქ მიიღებენ იმას რასაც ვერ იღებენ საკუთარ ქვეყანაში მაგრამ მოხდა ისე რომ საფრანგეთში მათ უთხრეს რომ თქვენ ქვეყანას აქვს შესანიშნავი საშუალება იმისთვის რომ მოითხოვონ ეს წამალი და ადგილზევე მოხდეს მართვა დაავადების და განკურნება ადამიანის ყოველდღიურში უკეთეს მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეს ადამიანი. აი ესეთ შემთხვევაში ჩვენ რამდენად ლოგიკურია ის რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გავაკეთოთ ისე რომ ყველა ადამიანს კონდეს საკუთარ ქვეყანაში თქვათ მკურნალობის საშუალება. რა პრობლემა დგას სისტემაში? მადლობთ. მოწვევისათვის მე ახლა დიუშენის ექსპერტად არ გამოვდგები ვერანაირად და ვერც სამედიცინო თემებში ვერ ჩავერევი, მე უბრალოდ სისტემურ პრობლემებზე მინდა გავამახვილო ყურადღება და ზოგადად ეს სისტემური პრობლემები არის განსაკუთრებით ყველა შიშომი ბავშვისათვის და მათ შორის იშვიათი დაავადებებისათვის, რაც სისტემურ პრობლემებამდე მივდივართ. ეხლა აი დასაწყისში რაც უკვე მოვისმინეთ, ხო? რეალურად არის რომ ფაქტობრივად მშობლები არიან ამ ყველაფრის ინიციატორები და მშობლები იწყებენ პირველი დღიდან მოძრაობას და ბოლო დღემდე ფაქტობრივად მშობლების კისერზე არის სახელმწიფო გასაკეთებელი საქმე. ეხლა იგი შეიძლება გენეტიკური ანალიზებით ამის გარკვევა არ ხდება, მაგრამ როგორც ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ ადრეული დიაგნოსტირება უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს იქიდან გამომდინარე მშობელმა რომელიც წლის ასაკში აღმოაჩინა და ამ შემთხვევაში ორივეგან დაგვიანებული შემთხვევა. ეს სავალდებულო უნდა იყოს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადრეული დიაგნოსტიკება, იმიტომ რომ ადრეული დიაგნოსტირება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ადრეული ჩარევა და ახლა შეიძლება ვერ ამოიფხვრება ამ შემთხვევაში, მაგრამ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები რაც ადრე დაიწყება, უფრო მეტად გახაგრძელდება კონკრეტული ბავშვის ცხოვრება. მეორე სისტემური პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანი მიდის სახელმწიფოსთან სალაპარაკოდ, სახელმწიფო მშობელს ეკითხება, რომ რამდენი ხართო. არც ერთმა უწყებავს სამწუხაროდ დღევანდელ დღეს არ იცის რამდენი იშვიათად დაავადებული და კონკრეტულად ამ დაავადების მქონე ბავშვი არის. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვიმკითხავთ და ახლა კონკრეტულ შეიძლება არსებობს ორგანიზაცია, არსებობს სამედიცინო დაწესებულება, ვიცით რომ სიტყვაზე აქ ქალბატონმა თქვა რომ 80-მა ბავშვმა მიაკითხა. რეგისტრი არსებობს საქართველოში, რომელიც არის საერთაშორისო რეგისტრის ნაწილი და შედგენილია ევროპისთვის სტანდარტული გზით და ყველა ბავშვის ყველა მონაცემი იქ არის მოწმებული. კი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, რომ ეს თქვენ რაც ახსენეთ ციფრი 80 დარწმუნებული ხართ, რომ ეს 80-ის იქით არ არის. არა, დარწმუნებული ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს ექიმებთან ვინც მიმართეს ყველა ხო, მაგრამ მიმართვიანების გარდა ჩვენ გვყავს გარკვეული ადამიანები, მათ შორის გარკვეული მოწყვლადი კატეგორიის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ და საერთოდ არ დადიან სამედიცინო დაწესებულებებში, იცით. და ეს ერთ-ერთი გამოწვევა არის პირველადი ჯანდაცვის სისტემის, რომ როდესაც თუ ბავშვი კისერს არ მოიტეხავს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, სამედიცინო დაწესებულებას არ ეკარებიან და აქედან გალიდანაც სხვავდა სიუჟეტში ადამიანი. ვთქვათ, რომ ზოგადად სტატისტიკა კი ვიცით, რომ სადღაც 4000-5000 ბავშვი არის ერთი შემთხვევა, ეს კი ვიცი და ამ სტატისტიკით საქართველოს უნიკალური ქვეყანა არ არის და მიახლოებით შეგვიძლია დავთვალოთ, მაგრამ კონკრეტულად ეს სიები სამინისტროში საბოლოო ჯამში არ არსებობს, ვერ იტყვიან, რომ ეს არა მარტო ამ დაავადებაზეა, ზოგადად არის ეს პრობლემა და მეორე თემა არის, როდესაც მიდიხარ უკვე კონკრეტულ აქტივობებზე და პროგრამებზე, თუ არიცი რაოდენობა ზუსტი, ვერ განსაზღვრა პროგრამას, ხო შესაბამისად. ეს იყო პირველადი სტატისტიკა და ადრეული დიაგნოსტირება არ ხდება და შემდგომ უკვე არ ხდება ამ ბავშვების მიდევნება, რასაც მშობლები ითხოვენ სამართლიანად რა. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვიცით რომ კი არსებობს ეს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ტიპის ბავშვებზე ეს პროგრამა ხშირ შემთხვევაში გამონაკლის შემთხვევებს არ უშვებს. და ეს არ არის მორგებული გარკვეულ ინდივიდუებზე და მათ საჭიროებებზე. ის კვლევები, რომლებიც ამ ბავშვებს ჭირდება და ის სპეციალისტები, რომლებიც ამ ბავშვებს ჭირდება, ეს პროგრამა სამწუხაროდ არ აფინანსებს. ამიტომ არის გამოსავალი, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამები ამ კატეგორიის ბავშვებისათვის. და ეს არის ბევრი კატეგორია. დღეს ამ კონკრეტულ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს ვლაპარაკობთ, მაგრამ ბევრი არის, მათ აქვს სპეციფიური მოთხოვნები და ეს მოთხოვნები სამწუხაროდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა
პროგრამა არ ფარავს. და აგერ ის იყო რომ გარკვეულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები რაღაცა ერთჯერადად ფინანსურად ავსებენ ამას, მაგრამ არის აგერ შემთხვევა რუსთავი არ ავსებს, ხო? რატო უნდა ვიყოთ იმის იმედად რომ გარკვეული მუნიციპალიტეტი შეავსებს თუ არ შეავსებს. ახსენეს რეაბილიტაციის პროგრამა კი კარგია რომ მონაწილეობს, მაგრამ იქაც ბევრი შეკითხვები არსებობს, იმიტომ რომ ეს პროგრამა არა თუნდაც მარტივად გეტყვით რომ ამ პროგრამას დღემდე არ გააჩნია სტანდარტი და არ ხდება ამ სტანდარტის მონიტორინგი და შეფასება, როგორ მოქმედებს ეს პროგრამა გარკვეულ ბავშვებზე. კი, თქვენ მინიმალურ რაღაცა მომსახურებას ღებულობ და ეს შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს ფიზიოთერაპია, ამ შემთხვევაში ცურვა, მაგრამ ესეც არის ინდივიდუალური მოლაპარაკების თემა და სამწუხაროდ ესეც არ არის და კომპლექსური უნდა იყოს ალბათ, ხო? კომპლექსური და ის შეკითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ხო? ამ ქვეყანას სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ტოვებს, არა იმიტომ, რომ წასვლა უნდა, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული ვალდებულებები ოჯახის წინაშე იქნება, შვილის წინაშე აიძულებს და შენ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ზოგჯერ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით და საფრანგეთი ერთ-ერთი გამო ეს არის, რა ქვია, კარგი მაგალითი ამ ოჯახებისათვის და ცუდი მაგალითი ჩვენთვის, რომ იქ რახან საფრანგეთი თუნდაც იმ ტოულ ადამიანებზე, რომლებიც ჩაბარდებენ იმ ქვეყანაში მაქსიმალურ პაკეტს თავაზობს და მაქსიმალურ დაფინანსებას აძლევს, შენ შემთხვევაში ძალიან ამ დაავადებაზე გასაგებია, მაგრამ და ნაწილი უკან, ნაწილმა ვერ მიიღო იქვე. რატომ ესეც ამ დაავადებაზე, რა ქვია, ამ დაავადებაზე არ ვუძ, ზოგადად ვლაპარაკობ, ზოგადად ჩემ გარშემო ძალიან ბევრი შიშმო ბავშვის შობელმა ეს ქვეყანა დატოვა იმის გამო, რომ იქ მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება. უფასო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არაფერი არსებობს, საფრანგეთის თავრობა ხარჯებს. შესაბამისად, ახლა კიდევ მთავარი ისა მომენტზე მივდივართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვლაპარაკობთ 20 ბავშვზე, 1000 ბავშვზე თუ 10000 ბავშვზე. თუნდაც ის 20 ბავშვი, ამ შემთხვევაში ვიცით, რომ 100-მდე არის, მაგრამ თუნდაც 20 ბავშვი არ შეგვიძლია იშვიათი დაავადებების, სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს. და ის თემა რომ მე მშობელს ეკითხებოდეს რომ ეს წამალი რა ღირს იქ და ამ ქვეყანაში ხელმისაწვდომია თუ არა, ხა ამერიკა, ევროპა კიდე სხვადასხვა მიდგომები აქვს, იქ უფრო თქვენს ახსენეთ რომ იქ უფრო მარტივად არეგისტრირებენ და ევროპაში ცოტა უფრო კონსერვატორული მიდგომა აქვს. ამ შემთხვევაში ეს თემები არის სახელმწიფოსა და ექსპერტების განსაზღვრული და არა მშობლების. იმიტომ რომ სამწუხაროდ აღმოჩნდება ჩვენ რომ ყველაზე დიდი ექსპერტები თქვენ შეურაცხყოფას არ გაყენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არიან მშობლები, იმიტომ რომ მათ თავის თავზე დაიტანეს ეს ყველაფერი წლების განმავლობაში და ფაქტობრივად ამოდუცა ჩვენ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს ეკითხებათ რომ რომელი პრეპარატი როგორ რანაირად რა მკურნალობა რა ესა რა ქვია პროტოკოლები და ასე შემდეგ და მე მთავარი არგუმენტი მოდის იქიდან რომ ეს თურმე 50000 იღირს და ამას ვერ დაგიფინანსებს შენს დაელაპარაკე აბა და სიტყვაზე შეიძლება 50000 კი არა 10000-ად იშო ცეგეპატიტის პროგრამა რომელიც წარმატებული იყო ამ ქვეყანაში საერთოდ უფასოდ მოხდა განხორციელება და იქაც კი შეკითხვები არსებობდა საბოლოო ჯამში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ნება იყო, ხო განხორციელდა ეს ყველაფერი და იგივე აკონტროლაზიის შემთხვევაში, დღეს აკო მუშკუდიანი არის 20 სანტიმეტრით გაზრდილი, ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ჩვენ აი არ ვიცი სიხარულით. ამ შემთხვევაში სახელმწიფოთ აი სერიოზ სისტემური მიდგომა არ არსებობს და ყველა პრობლემის წამოწევა ხდება მშობლების მიერ. მშობლები სანამ არ მოაწყობენ ჯანდაცვის წინაშე ან კანცელარის წინაშე აქციებს, ამ პრობლემის შესახებ სამწუხაროდ არავინ არ ფიქრობს ამ ქვეყანაზე და ამასობაში რეგისტრში არსებობს რაოდენობა კონკრეტული სადაც არგუმენტი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს არც ფასი და არც ის გვერდითი ეფექტები არსებობს თუ რაღაცა ამის შესახებ წინასწარ სპეციალისტებმა უნდა იმჟელონ და არა მშობლებმა და მათ უნდა გააჩნდეს გარკვეული არგუმენტაცია და ამ მშობლებს არგუმენტებით ელაპარაკებოდნენ და არა იმაზე რომ 9 მილიონი ღირს 2 მილიონი თუ რაღაცა 9 მილიონიც არ არის პრობლემა, იმიტომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ ამ მცირე ჯგუფზე 50 კაცზე გამრავლებული ეს თანხა შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე სიტყვაზე დიდ ჯგუფზე, რომელიც 100.000-ია და იქ 10 ლარიანი მედიკამენტი შემოიღო, ხო? სახელმწიფო არავინ არ უნდა დატოვოს თავის სისტემის მიღმა და ეს უნდა ვრცელდებოდეს აბსოლუტურად ყველა ბავშვზე, იქნება ეს 10, 100 თუ 1000. დაგიბრუნდებით კი. ამიტომ აი დანა მე ძალიან მაინტერესებს, ახლა თქვენ გქონდათ ჯანდაცვის მინისტრის ჯგუფთან შეხვედრა და აი ესეც მაინტერესებს თქვენი შტაბ-ბიჭდილება როგორია, დაავადების შესახებ რამდენად იყო იქ თქვათ მომზადებული ეს ჯგუფი, რამდენად იცოდნენ რაზე ლაპარაკობდნენ, რაც ითხოვდით თქვენ და რა პასუხი მიიღეთ იქიდან? ჩვენ ერთი წელია რაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ორგანიზაცია
და ესე იგი მუდმივ პროცესში ვართ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას. ეხლაც ჩვენი ორი მშობელი ორგანიზაციის წევრები არიან, იმყოფებიან დიუშენის საერთაშორისო ღონისძიებაზე რომში. კი, ვიცი რომ ჩამოგვიტანენ ინფორმაციას, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ინფორმაცია დააგროვეს, იქ შეხვდებოდნენ სხვადასხვა წარმომადგენლებს, იქნებოდნენ სპეციალისტები, დაავადებული ბავშვების ოჯახები და იმედოვნებთ რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ველოდებით ეხლა შემოგვიერთდებიან ეს მშობლები. რამდენად იყო საქმის კურსში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რამდენად იცოდნენ? გვინდოდა თავდაპირველად დავიწყეთ შეხვედრა, არავინ წარმომადგენლებიც არ მოდიოდნენ ხოლმე თავდაპირველად ამ შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ პროტესტი, გამოვედით მშობლები გარეთ და მერე ნება იბოძეს და შეხვდნენ ჯანდაცვის წარმომადგენლები. დაიწყო კომუნიკაცია, მაგრამ წინ ვერ მივიწევდით. ანუ არ ხდებოდა არაფერი. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ელემენტარული მულტიდისციპლინური გუნდი ჩამოყალიბდესო და ვერაფერი ვერ გაკეთდა. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაიწყება აუცილებლად ეს პროცესი, იმიტომ რომ მშობლებს არ აქვს დასაკარგი დრო ნამდვილად. მე მახსოვს რომ წამლის მწარმოებელი კომპანიასთანაც ჰქონდათ კონტაქტი და რითი დასრულდა ეს კონტაქტი თუ არ ვცდები იყო საშუალება რომ თქვათ უშუალოდ სახელმწიფოსთან ჰქონოდათ მათ შეხვედრა და პროვაიდერ კომპანიებთან გვაქვს ურთიერთობა განსაკუთრებით ბიომედიკას წარმომადგენლებთან და ელოდებიან სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და უკვე დაიწყება ეს ყველაფერი ჩვენ მშობლებს რაც შეგვიძლია ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვიღებთ ძალიან დიდ ინფორმაციას. ანუ კომპანია არის მზად რომ სახელმწიფო თუ იაქტიურებს, თქვა რაღაცა ტიპის დათმობებზეც წავიდნენ და თქვა რაღაცა შეღავათებიც იყოს. ის სამი წამალი დარეგისტრირებულია საქართველოში ექსონის ამოგდების, რომელიც ახსენეს შარშან ზაფხულიდან სექტემბერში თუ არ ვცდები, სამი წამალი დარეგისტრირდა. ანუ ეს ახალი ის არის პრეპარატები, რომელიც ყველა ბავშვს ექსონის ამოგდების პრეპარატებს ეძახიან ამას და ისინი არიან სამივე წამალი, რომელიც არსებობს, არის დარეგისტრირებული. და ეხლა ალბათ დარჩა შეთანხმება წარმოებელს და სახელმწიფოს ნაბიჯებს ველოდებით. ჩვენ ახლა მცირე სარეკლამო ჭრა გვაქვს და ისევ დავბრუნდებით ამ თემაზე სალაპარაკოთ. დავბრუნდით ღია სივრცეში. ნანა, ნევროლოგთა ასოციაციამ შეიმუშავა დაავადების მართვის პროტოკოლი. რას ნიშნავს მართვის პროტოკოლი? რა პუნქტებს შეიცავს ის და არის თუ არა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება, ვთქვათ, წამლის შემოტანა აი ამ პროტოკოლის და მართვის პროცესის დროს? ჩვენს ქვეყანაში მართვის პროტოკოლი არის სარეკომენდაციო. ეს არ არის, ვთქვათ, სავალდებულო, იმიტომ რომ მართვის პროტოკოლში პირველი წერია დიაგნოსტიკა, როგორ უნდა მოხდეს და ის სწორედ თქვა ბატონმა გიამ, რომ დიდი პრობლემაა პირველად ჯანდაცვაში ამის ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვთა ნევროლოგთა საზოგადოებამ სპეციალური უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა მოამზადა პედიატრებისთვის და ვცდილობთ, რომ გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ რა შემთხვევაში უნდა შეეპაროთ ეჭვი დიუშენის დაავადებაში, გვიან ხდება ამოცნობა. სამწუხაროდ ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, აი ამერიკის მონაცემებით 4 წლისა და 7 თვის ასაკში ხდება უმეტესად, მაშინ როცა 2 და 2.5 წლის ასაკში უნდა მოხდეს. ეს ერთი პრობლემაა. მეორე ამ პროტოკოლში წერია კლინიკური ნიშნები და აი რაც მშობლებმა ბრძანეს ეს მულტიდისციპლინური მიდგომის აუცილებლობა და გაწერილია ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ეს არსებობს ასეთი ორგანიზაცია საერთაშორისო ვუმკურნალოდ ნერვკუნთოვან დაავადებებს, რომელიც არის ძალიან აქტიური ორგანიზაცია და მას შემუშავებული აქვს აი პირდაპირ გაწერილი დიუშენის 5 სტადიის დროს, კარგად რო დადის, მერე რო ვეღარ ცოტა უჭირს სიარული, მერე რო ძალიან უჭირს და ასე შემდეგ, ყველა შემთხვევაში თითოეულმა რგოლმა, თქვათ, გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი, სუნთქვის, გულის, ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი ვინ რა როლი უნდა ითამაშოს ყოველ 6 თვეში ერთხელ. ეს ყველაფერი არის გაწერილი და ეს იყო ჩვენ 2016 წლის პროტოკოლში. შემდეგ წამლები მაშინ არ იყო მხოლოდ ეს მულტიდისციპლინური მიდგომა და რეაბილიტაცია. მერე შეიცვალა და შემოვიდა ეს წამლები და ბოლო წამალი დარეგისტრირდა ჯივი
ჯივინოსტატი 25 წლის აგვისტოში, ასე რომ ჩვენ ეხლა უკვე განვაახლეთ და სრული ყველა იმ წამლით, რომელიც ან ამერიკაში, ან ევროპაში არის რეგისტრირებული, ეს ყველაფერი არის მოცემული. მაგრამ შემდეგ უკვე მაგალითად ინგლისს მიუხედავად რომ ეს ყველა წამალი არსებობს, რაღაცა ნაწილი წამლების მიიღო და სახელმწიფოს დაზღვევა აფინანსებს, თქვა იგივე ჯივინოსტატის აფინანსებს მოსიარულე ბავშვებში, ამერიკა აფინანსებს არა მარტო მოსიარულეში, არამედ არამოსიარულეში. ანუ მერე სახელმწიფო თავისი რა ვიცი, თვალსაზრისით იღებს ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტილებას, რომ რა ნაწილი მედიკამენტის შეასრულოს აქედან. ოღონდ ეს პროტოკოლი მიდის სპეციალისტების პროტოკოლი გაკეთდა ასოციაციის მიერ, შიგნით იყო ყველა ის სპეციალისტი ჩართული, რომელიც მშობლებმა ახსენეს, ანუ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ იქნა შედგენილი ეს პროტოკოლი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცება ჭირდება თუ არა, თქვა ამ პროტოკოლით? ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ დამტკიცებული არის ეს პროტოკოლი, იმიტომ რომ ალბათ ერთი თვენახევარი ჭირდება და ნუ სადღაც მარტში უკვე იქნება დამტკიცებული. არა, ერთი მინუსია, რომ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ხო, ნუ სავალდებულო არა. ეს უკვე ნიშნავს, რომ თქვა ვალდებულებად ვერ აქცევა ამას და ვერ თქვა. არა, ეს არის ყველა ეს პროტოკოლი ზოგადად რაც შეიძლება რომ პროგრამების დროს მერე გამოიყენოდა და დაფინანსების დროს გამოიყენოდა ის ჯანდაცვის მულტიდისციპლინარული მიდგომა რაც არის გამოიყენო, თორე ზოგადად ეს პროტოკოლები სამწუხაროდ სარეკომენდაციო ხასიათის არის დღევანდელ დღეს. თუმცა თუ ჯანდაცვის სამინისტრო თუ თვითონ სისტემა თulis რომ აუცილებლად და ძალიან სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩართოს ეს ვთქვათ პროტოკოლის ყველა მექანიზმი რაც არის მოცემული, ასეთ შემთხვევაში რამ შეიძლება სახელმწიფოს ხელი შეუშალოს, რომ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები? გია ის უბრუნდებით იმას, რომ ეს რეალურად ეს პროტოკოლი საშუალებას აძლევს, რომ რაღაცა რეკომენდაციები თვითონ სახელმწიფომაც გამოიყენოს. იქ რაც არის ასახული, ეს ყველაფერი უნდა გადაიქცეს შემდგომში უკვე პროგრამება, თავისი ბიუჯეტი და თავისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომები და ყველაფრით. ეხლა გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკი იყო მულტიდისციპლინარულ გუნდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ერთი კომპონენტი აკლია, რომ ეს უნდა იყოს ამის გარდა პროტოკოლის გარდა, ეს უნდა იყოს მულტისექტორული. რაც გულისხმობ იმას, რომ მიუხედავად ჩემი დროიდან მე კიდე ჯანდაცვაში რომ მუშაობდი, სამწუხაროდ ჯანდაცვა ცალკე მიდის და სოციალური სფეროც ცალკე მიდის და მათ უნდა კონდეთ მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინაცია ერთმანეთში. ამ შემთხვევაში ხა მულტისექტორულს გულისხმობ კიდე იმას, რომ ამას პლუს კიდე უნდა ემატებოდეს განათლება, იმიტომ რომ ეს ბავშვები სკოლასთან არიან კავშირში და სკოლის თემაც უნდა იყოს ამასთან დაკავშირებული. და რაც თავარი ხა ჩვენ სარეკლამო ჭრის დროს იყო ლაპარაკი მშობლების ცნობიერებაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თითოეული მშობელი ამ ამბავს რო გაიგებს, ეს ოჯახისათვის და კონკრეტულ მშობლის ძალიან დიდი სტრესი არის, შოკი არის, რომელშიც მას ჭირდება მხარდაჭერა, შესაბამისად ფსიქოსოციალურიდან დამოწყებული კონკრეტული გაიდლაინის დონეზე. ამ შემთხვევაში ზუსტად უკვე უნდა შემოვიდეს სოციალური მუშაკის როლი, რომელიც ამ მშობელს ხელს ჩაკიდებს პირდაპირ მნიშვნელობით. ოღონდ ჯერ სოციალურმა მუშაკმა ასევე თვითონ უნდა იცოდეს, რას ეტყვის და რეალურად ოჯახის მხარდაჭერა იქნება, იქ რაღაცა ფსიქოსოციალური მხარდაჭერა იქნება, ეკონომიკური კომპონენტი იქნება, მერის კომპონენტი იქნება, თუ სამედიცინო დაწესებულება იქნება, თუ ეს 6 თვეში ერთხელ კონტროლი იქნება, ამ ყველაფერს სოციალურმა მუშაკმა როგორც кейსად უნდა ჩაიბაროს და სდიოს ამ ყველაფერს და იგივე განათლებაში ეს იქნება, სკოლაში განათლება თუ სახლში განათლების მიღება, ყველაფერი ამას. იმიტომ ბავშვის ინტერესებიდან და გამოვიდეს მიუხედავად დაავადების, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი ნიშნავს იმას, რომ მას უნდა კონდეს განვითარების, განათლების, გართობის ყველაფრის უფლება და ამ შემთხვევაში სოციალური მუშაკის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად ეს მშობლები, რასაც ერთმანეთს უკეთებენ, გულისხმობა აძლიერებენ, ხარში უდგანან და რაღაცებს რეკომენდაციებს აძლევენ, ეს არის რეალურად სოციალური მუშაკის როლი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ მშობელი სულ არ არის ვალდებული, რომ იჯდეს იქ მთელი დღე Google-ოს, ChatGPT-ს ელაპარაკოს და არ ყვიოს რომელ ქვეყანაში რა ექსპერიმენტებს ატარებენ და ეს ექსპერიმენტი საქართველოში გაამართლებს თუ არა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არის პროფესიონალების როლი. მაგრამ სამწუხაროდ ისე დავუბრუნდები იმ თემას, რომ მშობლები არიან ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი მიმართულებით, იყო ეს აუტიზმის პროგრამა, დაუნის სინდრომი თუ სხვა გარკვეული პროგრამა, ყოველთვის ხდებოდა მშობლების ინიციატივებით, მშობლები გვევლინებოდნენ მთავარ ექსპერტებად ამ შემთხვევაში და მათი გამოცდილების გააზრება ხდებოდა და ეს არის ამ სახელმწიფოს მინუსი ზუსტად, იმიტომ რომ ამ მშობელს ისედაც 1000 პრობლემა აქვს, როგორც კი აღმოაჩენს იმ დაავადებას იმ დღიდან დაწყებული, პირადი სტრესიდან დაწყებული, დამთავრებული
ფინანსური რესურსებით ყოველდღიურ პრობლემის წინაშე ადგება და ფაქტობრივად ჩვენ კიდე მათ კიდევ დამატებით ვალდებულებას რომ არ ყვიოს ეს ყველაფერი, გახდეს სფეროს ექსპერტი და რეალურად შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია, იშრომოს, იღვაწოს, პროგრამები წეროს და თავის შვილისათვის შეეცადოს რაღაცა სიკეთეების მოტანას, რომელსაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. ამიტომ აი ფაქტობრივად გარდა იმისა, რომ მულტიდისციპლინარული უნდა იყოს, აუცილებლად მულტისექტორული უნდა იყოს. პირდაპირი კავშირი, ჯანდაცვა, სოციალური განათლება, რომელიც ჩანს ამ შემთხვევაში და დაემატება კიდე მუნიციპალური სერვისები. ფაქტობრივად ეს 4 მოთამაშე ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს კონკრეტული თითეული ბავშვის მომავალზე და საჭიროებებს. სხვათა შორის მე რამდენადაც გავერკვიეთ შენის დაავადებასთან დაკავშირებით, იქ არის ესეთი მოცემულობაც, რომ ბავშვები როცა სტეროიდებს იღებენ, ისინი ძალიან იმატებენ წონაში და აქ უკვე დედას, ვთქვათ, თუნდაც ამ პრობლემასთან მორევა იქნება მისთვის ძალიან რთული. აქ საჭიროა უკვე მამაც იყოს ძალიან აქტიურად ჩართული, აქ არის მთელი ოჯახი, აბსოლუტურად მთელი ოჯახი, ხო? ესე იგი მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებით, რომ ბავშვს რაიმე არ გაუჭირდეს, ჯერ ფსიქოლოგიურად როგორი რთული მომენტია და მე ვარ ჩემი შვილის ფსიქოლოგი. რომ ბავშვმა არ იგრძნოს, რომ აი მაგრამ თქვენ გჭირდებათ ამასობაში რომ იმუშაოთ, მამა გჭირდება რომ იმუშაოს იმისთვის რომ ის საჭიროებები ყოველდღიურად რომ ჩემი თავი გამეძლიერებინა და მე ბავშვისთვის გადამეცეს. კი, ნანა, მაგრამ მე ხა სულ სხვა რაღაცას მატერიალურს გულისხმობ, იმიტომ რომ როდესაც მე წავიკითხებ, თქვა რას აფინანსებს სახელმწიფო და რას არ აფინანსებს, აქ საკმაოდ ძვირ ხარჯებზეა საუბარი. ჩვენ დახმარებას სადღაც 470 ლარია ყოველ და რაში ყოფნით, მაგრამ აი ელემენტარულად ბავშვი რომ მივიყვანო ერთ სპეციალისტთან მხოლოდ 120 ლარი საშუალოდ ვამბობ მე გადასახდელია, მაგრამ ერთი სპეციალისტი ხო არ ყოფნის. აი ხო თქვენ MRT ახსენეთ 2000 ლარი, 3000 ლარი მაინც ჭირდება ბავშვს რომ სრული გამოკვლევა ჩაუტარო მე და ეს ხო არ აქვს, საერთოდ არ აქვს საშუალება, ხო? მე დავუშვათ მივიყვან ბავშვს, მაგრამ არიან მშობლები საერთოდ 100 ლარსაც ვერ გადაიხდიან. აი ესეთი მშობლები რას აკეთებენ? აი მართლა მაინტერესებს. არ ვიცი, დინებას მიუყვებიან, მე ასე მგონია და რეგიონებში არის ურთულესი მდგომარეობა. განსაკუთრებით დიდი ასაკის ბავშვებზე არ აყავთ სპეციალისტები, რომ ამ ბავშვებს გაუწიონ შესაბამისი დახმარება. აი როცა მულტისექტორულზე გია ლაპარაკობდა ზუსტად პედიატრიული ასაკის ბავშვებისთვის კი ბატონო არის დახმარება, არის შესაბამისი 18 წლის ასაკში ხავდონ არა ხო? აი ძალიან 18 წლის ასაკში მე როგორც ვიცი წყდება ნებისმიერი ტიპის დახმარება. რეაბილიტაცია წყდება ნამდვილად. კი 18 წლამდე ბევრად უფრო მეტი საშუალება არის დახმარების. ტრანსპორტირებაც ხო ჭირდებათ. ანუ ჩვენ უარს ვეუბნებით ადამიანებს 18 წლის მერე. არა, მერე იწყება უკვე აი ესე ვაძლევთ ჩვენ არა ჩვენ ბავშვთა ის ვართ, მაგრამ ნუ მოზრდილთა ექიმები აძლევენ 100 ფორმას მუნიციპალიტეტს რომ მიმართონ, უმეტესად უფინანსებენ, ხან არ უფინანსებენ. ანუ მერე რთულია. ანუ ეს არის მუნიციპალიტეტის კეთილნებაზე, ვთქვათ, დამოკიდებული. ეს არის უკვე ერთჯერად ფინანსურ დახმარებებზე გადავდივართ, როდესაც უკვე კონკრეტულად მიაქვს ფორმაასი და მუნიციპალიტეტი ან დააფინანსებს, ან არ დააფინანსებს და ჩემი მხრიდან როგორც სოციალური სფეროს სერვისების კუთხიდან დიდ პრობლემას ხედავ, რომ იქ არანაირი სტანდარტი არ არის მოთხოვნილი, არანაირი საათობრივი დატვირთვა, არანაირი სპეციალისტი, უბრალოდ მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს აფინანსებს. რა თქმა უნდა, იმ მშობლისათვის, რომელსაც არაფერი არ არსებობს იქ გარშემო, ეს გარკვეულ შეღავაც იძლევა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერში ფულს ხარჯავს, შესაბამისად ხარისხითაც უნდა დაინტერესდეს და ხარისხაც უნდა მიიღოს. იგივე რეაბილიტაციაზე რო ლაპარაკობთ, ახლა გარდა იმისა, რომ სტანდარტი არ არსებობს, მეორე კიდე დიდი პრობლემა არის, რომ სამწუხაროდ ვიცით, რომ 64 მუნიციპალიტეტია და რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამები როგორც მახსოვს, მხოლოდ 9 მუნიციპალიტეტებშია. ფაქტობრივად დანარჩენი 30 მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლები იძულებულები არიან, რომ ამ ბავშვმა გარკვეული მომსახურება რომ მიიღოს, ან ფიზიკურად სხვა მუნიციპალიტეტში გადავდნენ, რაც ცალკე ხარჯი არის, კიდე დამატებითი თავისი და ან კიდე მეორე კომპონენტი რო ავიღოთ, თუნდაც ეხა, რა ვიცი, ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, რა ვიცი, წალენჯი ხა ავიღოთ, წალენჯი ხა არის ქალაქი, მაგრამ ქალაქის გარდა არის სოფლები, სადაც არის ტრანსპორტირების უდიდი, იმიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ ადაპტირებული საერთოდ არ არსებობს და ფაქტობრივად გამოსწორ თუნდაც ის მინიმალური სერვისის ხელმისაწვდომობა რომ მიიღო, ტაქსი უნდა ყავდეს საკუთარი მანქანა და რეალურად ეს კიდე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ისევ და ისევ ვბრუნდებით რომ თუნდაც ეს ბავშვები რომელსაც სოციალურ პაკეტს რო ეგეთ წოდებულ შეშრომის პენსიას რო ღებულობს, რეალურად ეს იმ დამატებით ხარჯებს, რომლებიც სხვა ბავშვთან მიმართებით გააჩნიათ, ფაქტობრივად არაფრისთვის საკმარისი არ არის, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ტრანსპორტიდან დაწყებული კვები დამთავრებული
დამთავრებული, იქ რა ქვია, ადაპტირებული, გარემოთი მოწყობილი, გაცილებით მეტი ხარჯი, ვიდრე ნებისმიერ იმ რეგიონში მცხოვრებ სხვა ბავშვი. და ბიუჯეტზე როცა ვლაპარაკობ და ზოგადად ბიუჯეტირებაზე, მე ძალიან ხშირად გამიგია ჭარბვალიანობის შესახებ ესეთი წუხილი. სხვათა შორის ეს ჭარბვალიანობა ხშირ შემთხვევაში დაავადებებთან არის დაკავშირებული და იგივე ბიუჯეტირებაზე მინდა ვთქვა, როდესაც სახელმწიფო რაღაცის ბიუჯეტს იხდის, აი უწყვეტობა როცა არ არის დაცული, ნანა ალბათ დამეთანხმებით, იმიტომ რომ იგივე ონკოლოგიურ დაავადებებში არის წამალი, რომელსაც მისცემენ, ამაში გადაიხდის სახელმწიფო ძალიან ძვირს, ერთჯერადად, მაქსიმუმ მეორეჯერ მისცეს წამალი, ხოლო საკმარისია რომ მესამე დესამალი ადამიანს აღარ მივახმაროთ ის იმ ორი წყალში იყრება ის თანხებიც, რაც იხდება იმ ორ წამალში. აი ამაზე, თუმცა პროგრამაში რაც არის, აი შემიძლია სპინალური კონთონი ატროფიის მაგალითზე, აი 3 წელია, 4 გახდება მაისში, 1 დღით არ შეწყვეტილა ამ წამლის მიწოდება. თქვენ ამდენი ხანია იბრძვით თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის, მისი სიცოცხლისთვის. თქვენ გააქვთ ახლა დრო, თქვათ ყველაფერი, რა გჭირდებათ, რას ისურვებდით, რომ მიიღოთ სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა ვალდებულია ყველა ადამიანთან, ყველა მოქალაქესთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც გადამხდელია, ბიუჯეტს ავსებს და შესაბამისად მას ეკუთვნის, რომ მიიღოს თავისი შვილის ჯანმრთელობისთვის ყველა ის თანხა, რაც საჭიროა და სავალდებულოა. პირველ რიგში აღნიშნავდი, რომ ეტლები არის საჭირო. კი, უფასოდ აძლევენ ამ ბავშვებს, მაგრამ უნდა იყოს ზუსტად მორგებული. არის ყოფილი შემთხვევა, რომ მიუწიათ ბავშვისთვის ეტლი და ვერ გამოუყენებიათ. არის ასეთი შემთხვევებიც სამწუხაროდ. და უნდა იყოს ზუსტად ბავშვი მორგებული, რომ თავი კარგად იგრძნოს ამ მიღებულ ეტლში. ასევე გვჭირდება ამწეები. ბავშვი რაც უფრო იზრდება, თან მით უმეტეს, როდესაც ჰორმონის მიღებას იწყებს ბავშვი, აქვს გვერდითი ეფექტები, იმატებენ წონაში. მშობლებს გვიჭირს ფიზიკურად ამ ბავშვების გადაადგილება ეტლიდან საძინებელში გადაყვანა და ასე შემდეგ. ჰიგიენა და მთელი რიგი ჩამონათვალია. რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუმკლავდებით მშობლები სამწუხაროდ. აი ეგ საჭიროებები გუნდმა უნდა გააკეთოს ალბათ ხო მულტიდისციპლინარულმა, რომელიც გაწერს დეტალურად თქვათ რა შემთხვევაში რა ჭირდება და რა მომსახურებებია გასაწევი ადამიანებს. მომსახურება ჩაუტარდებათ ამ ბავშვებს, ხო გვეტყვიან რა საჭიროა, როგორ რა დანადგარი და ასე შემდეგ ამ ბავშვებისთვის იქნეს გამოყენებული და ასე შემდეგ. მართლა ძალიან რთულია თან, როდესაც წონაში იმატებენ ბავშვები, მთელი რიგი დახმარება ჭირდებათ. ასევე ჩვენ შემთხვევაში შინსწავლება ავირჩიეთ, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც ნიკოლოს აღარ შეეძლო სიარული, ადაპტირებული გარემო არ იყო სკოლაში, ლიფტი არ იყო მაშინ. ამიტომ შევიტანეთ განცხადება განათლების სამინისტროში და მოხდა შესაბამისი მხარდაჭერა იმ კუთხით, რომ შინსწავლება ავირჩიეთ და პედაგოგები, ძალიან კარგი პედაგოგები ყავს, რა თქმა უნდა, ნიკოლოს ონლაინ სწავლებითაც ხდება მისთვის განათლების მიღება და ასევე პედაგოგები მოდიან შინ და ბავშვი არ არის ასე ვთქვათ ჩამორჩენილი განათლებას და შეძლებს დაგვარად შინსწავლება ნამდვილად კაი კომპონენტი არის განათლების კუთხით, მაგრამ სოციალიზაციის კუთხით ეს არის დიდი ძალიან ძიმე. ხო, ახლა ზუსტად მაგას ვფიქრობდი, ხო, საკმაოდ ძიმე ამბავია. ეს ვიღაც მე თუ გითხავ სოციალიზაცია უფრო პირველ რიგში დგას ამ ეტაპზე, ვიდრე ის ცოდნა, რა თქმა უნდა ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ იგივე სოციალიზაცია და თანატოლებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ვინ უნდა გადაწყვეტოს, ნანა, ექიმმა თუ აი გუნდმა? მშობელს აქვს ამის გადაწყვეტის უფლება, მაგრამ ალბათ უნდა ერთად გაანირჩეს, საერთოდ როგორც თქვა ბატონმა გიამ, ესეთ აი ამ ყველაფერს ყავს კოორდინატორი შემთხვევის, რომელიც ან სოციალური მუშაკია, ან ვინმეა, რომელიც მშობელთან ერთად და ოჯახთან ერთად არჩევს, თქვათ, ამ ოჯახისთვის კონკრეტული შემთხვევისთვის საუკეთესო ვარიანტი რომელი არის. რაც შეეხება ეტლს, აი არის პროგრამები ეტლის ინდივიდუალური მორგების, ესეც არ იცის ბევრმა მშობელმა, კენ ვოლკერის ცენტრში არის ასეთი და კიდევ არის ერთი ცენტრი მაკ ჯორჯია თუ არ ვცდები, სადაც არის ეს ეტლის ინდივიდუალური მორგების პროგრამა. ეს შეიძლება რომ ჯანდაცვიდან იყოს მათთვის დაფინანსებული თუ ეს მშობელმა არა, პროგრამა არის. შეუძლია რომ მოითხოვოს. აი სამწუხაროდ აი ხა იგივე თემას გავაგრძელებ, რომ არის ამ ქვეყანაში რაღაცა გარკვეული დადებითი ბენეფიტები, რომელსაც სამწუხაროდ მშობლები ვერ იყენებენ. ვერ იყენებენ თუ არ იციან გია და საიდან უნდა შეზღუდული რესურსის ან უცოდინარობის გამო, იმიტომ რომ იგივე არის ეს პედიატრიული ეტლები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ ბავშვებზე,
მაგრამ ან შეიძლება დროულად განცხადება არ დაწერონ, ან კონკრეტულად არ კონდეთ გადამისამართებული რომელ მიწოდებელთან უნდა მივიდეს და ამიტომ ეხლა იგივე აგერ რეაბილიტაციას არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც საქვია გეოგრაფიული ხელმისაწვდომები შეიძლება შეუშალოს ხელი, ეტლების პროგრამა არსებობს, რომელიც არ ცოდნის გამო უბრალოდ ჩვეულებრივ ეტლზე დაწეროს და არა პედიატრიულად მოთხოვნა. ხო და ვინ უნდა უთხრას, რომ პედიატრიული გირჩევნია და დაუბრუნდები ამ შემთხვევაში მთავარი მმართველი არის მაინც სოციალური მუშაკი. რა სოციალური მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი ის არის, რომ ამ ადამიანებს, ვისაც დახმარება ჭირდება გაუკეთოს, გარკვეული რუკა, სად, როგორც რესურსები არის მისაწვდომი და იგივე ფსიქოსოციალური მხარდაჭერა აღმოჩინოს. ამჟამად იმიტომ ერთ დღეს ახლა დღეს შეიძლება ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ერთ დღეს ამოჯახს თუ უცებ 20 პრობლემა დაუგვარდება, შეიძლება ისეთ შოკში ჩავარდეს ეს ოჯახი, თუნდაც იგივე ანუ შემოსავლის ხარისხი შეუწყდეს ან რაღაცა, მას სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა. და აქ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მუდმივ მხარდაჭერას აღმოუჩენს ამ ოჯახს და ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს. კი ბატონო, ამას ხდებოდეს ოჯახებში მიასწრებს. იგი ახლა ზოგმა შობლმა რო ახსენეთ რაღაცა მედიკამენტების წინააღმდეგი ან რაღაცა ზუსტად ამის ის არის, რომ ცნობიერებაც გაუზარდოს ამ ადამიანებს და ასწავლოს და ის საუკეთესო პრაქტიკა დაანახოს, რომ როგორ მუშაობს ერთი მედიკამენტი იქნება თუ მეორე დამხმარე საშუალება კონკრეტულ ბავშვთან მიმართებით და ეხლა თუ მშობლოს ეხლა ბევრმა ეხლა სადღაც რეგიონში საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, არც ინტერნეტი არ აქვს, არც Google არ აქვს და არც ისიც და არც შეიძლება მხარდამჭერი წრეყავს, რომელიც გარკვეულ რეკომენდაციებს მისცემს, ხო? და შეიძლება პირიქით ისე წრეში აღმოჩნდეს, რომელსაც გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს ცუდი გაგებით და ამ შემთხვევაში სწორი კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელიც არის ზუსტად სოციალური მუშაობის უმთავრესი მომენტი. ამიტომ რომ ჯანდაცვა სოციალურის გარეშე ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მით უმეტეს ასეთი პრობლემის დროს. ესმირა თქვენ ვის მიმართავდით, რას ეტყოდით და რა გაქვთ მთავარი პრობლემა, ნუ გასაგებია რაც არის უბრალოდ, აი რა არის თქვენთვის მთავარი სათქმელი ჯანდაცვის სისტემასთან? მე ჯერ ეტლის პრობლემა არ გვაქვს, დადის ჩემი 11 წლის არის, მაგრამ დადის. მომავალში მეც ნანას ვეთანხმები, ეგ ყველაფერი მეც დამჭირდება, ჩვენც დაგჭირდება და თან სუქდება ეს წამალი ასუქებს პლუს ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს, ბავშვი არის გაღიზიანებული, მაგალითად სტადიონზე ფეხბურთს რო თამაშობს, ხო ხედავს უკვე რომ ანუ ყველასავით არ არის და მაშინვე ღიზიანდება, მოდის ჩემთან ტირის, ნერვიულობს. სკოლაშიც მაგდაგვარი ხდება, სკოლაშიც მას ნერვიულობს. მე მესმის მაგალითად, ეხლა ბავშვები არიან, სხვაებიც ვერ იგებენ, რომ ბავშვს რა დაავადება აქვს. უბრალოდ ეს წამალიც ანუ ხოსვავს ამ წამალს, კარგია, მაგის თანხმარებით ჩვენ დავდივართ. მაგრამ გვერდითი მოვლენებიც აქვს, გაღიზიანება აქვს, მომატება აქვს, ღამე რომ თხოვლობს ჭამას არ ვაძლევ. რომ აი გასუქდება პირიქით მაგისთვის უარესია და რაღაცნაირად ანუ არ ისე ვექცევი რომ ისე ვეუბნები რომ არის ნერვიულოს გული არ ეთკინოს რომ აი დედა საჭმელს არ მაძლევს ან არა და პირიქით მაგისთვის კარგია მე ნანას ვეთანხმები ანუ მომავალში მე ჩვენც დაგჭირდება ეგ ყველაფერი ანუ ის წამალი, რომელსაც ხო ითხოვთ და როგორც ხვდები, მაინც ალბათ იმ გუნდი შექმნა, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა პრობლემას გაივლის თქვენთან ერთად და შემდეგ წარადგენს და გადაწყვეტილებაც იმედი მაქვს იქნება მიღებული. არის ამის შეპირება, რომ თქვათ გათვალისწინებული იქნება თქვენი მოთხოვნები, აი როგორია თქვენი შეხვედრების სტატისტიკაც, დინამიკაც, რა თუ არის რაღაცა ისეთი შემხედრი მოლოდინები თუ გაქვთ, რომ იქნება ყველაფერი ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ვიბრძვით მშობლები ყოველდღიურ რეჟიმში და დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ დაგტოვებენ და გაამახვილებენ ამ ბავშვებზე ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ნამდვილად დასაკარგი დრო. ამ ბავშვებისთვის თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ვიმედოვნებთ, რომ დაიწყება ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი ის, რაც მოვისმინე სპეციალისტებისგან, ყველაფერი იქნება ისე და რაც სურვილებით თქვენ გაქვთ, აბსოლუტურად ყველა ის სურვილი იქნება მოსმენილიც და ასრულებულიც, იმიტომ რომ ბავშვები აუცილებლად უნდა იყვნენ ჯანმრთელები, მით უმეტეს, როცა არის 1% შანსი მაინც ამის. ეს შანსები, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. იმედია დიუშენი ბავშვებს საქართველოში აუცილებლად ექნებათ საუკეთესო უახლესი პრეპარატები,
Როგორცაც მათი თანატორლები ანალოგიური დიაგნოზით იღებენ განვითარებულ ქვეყნებში. Ჩვენი გადაცემა კი უნდა დავამთავროთ ბელა წვერაძის საქართველოს ამბით, ფრანგული ენის სპეციალისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი დუშეთიდან 85 წლის ასაკშიც კი თბილისში აქციებზე ხშირად ჩამოდის. ღვთისამბების გადამღებ ჯგუფს მან გაუზიარა მოგონებები თავისი კოლეგისა და მეგობრის ნაზი შამანაურის შესახებ. ამბები, რომლებიც ამას ათქმევინებს, ერთი ტირანია ძლივს მოვიშორეთ და მეორე უბედურებაში აღმოჩნდითო. ნახოთ ვიდეო. მე და ნაზი ერთ წელს დავიბადეთ 1940 წელს. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ბევრს კითხულობდა. მახსოვს ერთხელ ჩვენ სკოლაში კლასში დავატარებდით ხოლმე აკრძალულ წიგნებს. გივიშადური მივიტანე მიხეილ ჯავახიშვილისაც ასაკითხად და ბავშვებს ვაკითხებდი. ბავშვებს კი არა მოზარდები ვიყავით უკვე. ხო და მე მისაყვედურა შემხვდა და მისაყვედა მე რატომ არ წამაკითხეო და მოუტანე ეს გივიშადური და წავაკითხე. ეს იყო უკვე მე-10 კლასში. ნაზიმ აღარ მახსოვს იმ წელსვე ჩააბარა უცხო ენათა ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩააბარა და როდესაც ეს ფაკულტეტი დაამთავრა, მაშინ შევხვდი დუშეთის ქუჩაში და მოვიკითხეთ ერთმანეთი. ხელში ეჭირა რვეულები და კალმები, ბევრი ძალიან. შენც ფრანგული დაგემთავრებია მეთქი და მეც ფრანგულზე ვაბარებ მეთქი, მე გვიან ჩავაბარე უნივერსიტეტში. სადაც უფრო ნაკლები კონკურსი იყო, იქ შევიტანეო და სკოლა-ინტერნატი იყო, პირმის ანთკარი სკოლა-ინტერნატს ვეძახდი აქ დუშეთის გარეუბანში. კალმისტრები და რვეულები არა აქთო და ჩემი ხელფასით უყიდე საათები მომცესო. რედაქციაში რო დავიწყე მუშაობა, მაშინ ჩვენთან მუშაობდა ბიჭი სიანაიძე, ძალიან კარგი ჟურნალისტი. მან მითხრა, რომ ნაზი შაბანაურმა ჩემთან ერთად დაამთავრა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიო და სად არის მეთქი ბიჭი, სად მოღვაწეობს ნაზი და არსადო უბრალოდ თავისუფალი ჟურნალისტია, არსად არ მუშაობსო. და შემთხვევით ჩამივარდა ხელში ნაზის სტატია პატრიარქთან ინტერვიუ. ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა წლები იყო მაშინ პატრიარქთან კი არა, ეკლესიაში ვერ შევდიოდით, სანთელს ვერ ვამთებდით, გახურებული კომუნიზმის მშენებლობაში გართულები და ასეთ ვითარებაში და ასეთი სითამამე. ეს იყო ეპოქა, როდესაც სიმართლეს რომ ამბობდი, ყველა ეს ნათქვამი მიდიოდა სისტემის წინააღმდეგ და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა მაშინ ძალიან ძნელი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მე მახსოვს პლენუმზე როგორ შემოამტვრია, რაიკომის პლენუმია, უცბად ვხედავ რაღაცა ჩოჩქოლს კარებს აღებს ვიღაცა და ჭიდაობს მილიციონერთან. და დავინახე, რომ ნაზიკოა ესა. შემოდის იმის სათქმელად, რომ გითხრას, რომ რატო სცრუობთ, რას ლაპარაკობთ, რა რეებს ლაპარაკობთ. აი, ამის თქმა უნდა და ამის თქმა ვერ მოასწრო, რასაკვირველია, შეკრეს და გაიყვანეს. ვინ შემოუშვებდა შევარდნაძესთან, მაშინ ებრძოდა ნაზიკო. უკვე ებრძოდა შევარდნაძესაც ებრძოდა პირადად. ჩიოდა ყველაფერზე რაც ხდებოდა, რაც მას მიაჩნდა, რომ საშინელებები ხდებოდა, ყველაფერს წერდა, ყველაფერს დაწვრილებით. ქურდობა იყო, კორუფცია იყო, კოლმეურნობებში იყო, საკადრო პოლიტიკა იყო, რაიკავშირი იყო, თუ რაც იყო, რაც ხდებოდა, რა ვიცი და რასაც თვითონ პარტია და მთავრობა ეძახდა ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლას. ხო და ეს იყო რა ვიცი, სადისერტაციო ნაშრომი. მაშინდელი სინამდვილე მთელი რაიონისა. არა, კლავიშები არ მუშაობს.
ღვიასავით მინძიმდა ტყუილი და ცბიერ ხალხს მზაკვარს ქვენაზრახებით სავსებით ვერ ვიტანდი. არავის ვაბარებ ანგარიშს. მე პირნათელი ვარ ჩემი ხალხის და სამშობლოს წინაშე. გავაკეთე ის, რაც შემეძლო. რა მოასწრო? რაც მთავარია, მოასწრო ის. დარჩა მაგალითად ბოროტებასთან ბრძოლის. ჩარგალში ვაჟაობაზე თავი მოიყარეს, მაშინ ნაზის უკვე უშიშროება დაძდებდა, როგორც ჩანდა. ეს ვაჟაობაზე რაიკომის მდივანი კითხულობს, ვაჟასადმი მიძღვნილ რაღაცას, აქ არის მთელი გამოდიან მწერლებიც, რა ვიცი, მწველავები, მსახიობები ყველანი იყვნენ ხოლმე, იმიტომ რომ კარგი პურმარილები იმართებოდა, ეხლა არ ვიცი რა არის, მშვენივრად ვიყავით ერთმანეთთან ჩახუტებულები, კარგად ჭამდით, სვამდით და ვაჟაობას ვარქმევდით ამას ჩარგლის ჭალებში. კარგია ხანდახან ხოლმე. ეხლაც კარგია, თუ ვაჟას მაინც იცნობ. ეხლაც კარგია ეგ ამბავი. ხო და უცბად ეს ამდენ ასე ვთქვათ, დითი რამბებში და ვაჟას ხსენება რა თქმა უნდა, საპატივსაცემოთ ყველაფერი, ლექსების თქმები და ეს ყველაფერი და მიკროფონი უჭირავს რაიკომის მდივანს. ამ დროს აიჭრა სცენაზე. და გამოსტაცა მიკროფონი. გამოსტაცა ეს მიკროფონი და მოასწრო მხოლოდ ერთი წინადადების თქმა. როცა ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში, რა გეზეიმებათ, რა ეს ხო ვაჟაფშაველას პატივისცემა არ არის. ავიდა პოლიცია, მილიცია და თვალის დახამხამებაში დედასთან ერთად ჩატენეს კანარეიკაში. კანარეიკებს ეძახოდნენ, მაშინ არ ვიცი, მანქანები იყო, პოლიციის მანქანა, მილიციის მანქანა იყო. წაიყვანეს და აღარც მოიყვანეს. ვეღარც მოიყვანეს, მერე რომ მოიყვანეს და პირდაპირ ასათიანზე. ფსიქიატრიაში ასათიანზე. სპეციალისტების ენაზე შამანაურის ქცევა ასე ხასიათდება: შიზოფრენია, რომელიც გამოხატულია არაკრიტიკული გამონათქვამებით მოწამვლაზე, დევნაზე ფიქრით, ჭამის შიშით. მე და ჩემი კოლეგები არაერთხელ გამოვუძახები ვართ შამანაურთან კონსულტაციისათვის. ვადასტურებ, რომ ავადმყოფობა მკვეთრად იყო გამოხატული. საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. მივედი კიდეც, ვნახე კიდეც, მაგრამ არ შემიშვეს იმ დროს, როცა უკვე გავიგე, რომ ავად იყო. აი იმ დროს მივედი, როცა უკვე დედა და შვილი ცალკე დააწვინეს. მე რა შევესწარი, გიშოსებიანი და დაკეტილი კარები, ღია, გიშოსები ღია, იქიდან ღრიალებს ვიღაცა, რომელსაც ეჯაჯგურებიან და ნებს უკეთებენ. და ნაზი არავითარ შემთხვევაში არ დალევდა წყაბალს. როგორც ვხედავთ, ეს არ შემოაკვდათ, შემოეცემათ, ასე ვთქვათ, შემოელახათ წამლის დალევის დროს. გამატიტულეს ყველას თვალწინ, თმით მithრიეს, 13 დღის ნაშიმშილებს შემიკრეს ხელფეხი, მუცელში მცემდნენ. ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო. გვიან მოიყვანეს, გვიან. გარდაცვლილი იყო, ეს გავიგეთ ჩვენ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ გვიან არ ვიცი, არა, იმიტომ რომ რაიკომიდან დაგვირეკეს, რომ რედაქციას დაურეკეს, რომ არ მიხვიდეთო. ასე მოხდა. პანაშვიძე არ მიხვიდეთო, მთელი რედაქცია არ ვიცი, ჯიბრით თუ რაღაცით დავიხոտეთ და მივედით. დავინახე უკვე მოხუცი ქალი, თმათეთრი ქალი. ვეღარ ვიცანი. მე ვთქვი, დედა ხო არ არის. ვერ ვიცანი. ნატანჯი ქალი. კოვს პირში მთხრიდნენ, კბილებს მიმტრევდნენ. ლუკმა რომ ძალით გადამეყლაპა, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ. თან დამცინოდნენ, მემუქრებოდნენ, შენაკედან ცოცხალი ვერ გახვალო. თუ ის ავად იყო და სამკურნალოდ დააწვინეთ,
ამ დედარაშუაში იყო. და თუ ის ავად იყო და სამკურნალოდ დააწვინეთ, უშიშროება რაშუაშია. რომ მიხვედით და მეორე დღეს უშიშროება რომ მივიდა და მეორე დღეს სახლი გაუტეხა და წაიღო მთელი ნაწერები. უშიშროება რაშუაშია, დაუშვათ ის დააწვინეს როგორც დისიდენტი. ის დააწვინეს როგორც მტერი საბჭოთა წყობილების. ის დააწვინეს მაგრამ სინამდვილეში გაამაგრეს ძალიან ცნობილი ფსიქიატრის დასკვნით, რომ მას სჭირდება მკურნალობა. და მკურნალობის დროს კლავენ ექიმები? მკურნალობის დროს უნდა მოკლა? შეთითხნილი სიცრუეა ცნობა საპყრობილეში სხვაგვარად მოაზროვნეს შამანაურის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. დიდხნობით ვესაუბრებოდი ნაზის, კონსულტაციას ვუწევდი და ვამტკიცებ, რომ შიზოფრენიით დაავადება ისეთი აშკარა იყო, დიაგნოსტიკა არც ერთ მედიკოს სტუდენტს არ გაუჭირდებოდა. მას ეშინოდა ყველასი და ყველაფრის. ზოგჯერ უარს ამბობდა საჭმელზე და იძულებული ხდებოდით ხელოვნურად გვეკვება. ჩემთან რასაკვირველია, რედაქციაში მოდიოდა, გვესტუმრებოდა ხოლმე, აი სულ სხვანაირი იყო მაშინ, როდესაც იბრძოდა. სულ სხვანაირი, ეთყობა მაინც ეს ბრძოლა და აი ეს რაღაცა საშინელი კედელი, რომელსაც თავით უნდა უხათქუნო და ვერაფერს აკლება საშინელ რაღაცას რა. საშინელებას დღეს თუ განმეორდებოდა კიდე მსგავსი ემოციები მაქვს, ეხლა მე რაღაცა საშინელ მდგომარეობაში ვარ, თითქოს რაღაცას ვუხათქუნებთ თავს და თავებს ვიმტვრებთ და ეგენი მაგრა არიან. და სხედან იქ, სადაც რასაკეთებენ, არავინ არ იცის, საით მიდიან, რას გვიპირებენ. და მაშინ აი ეს განცდა ქონდა, იმიტომ ხანდახან იცით რა, აი მეც დამებადებოდა სურვილი, მე თქვა რომ ნუ ცრუობთ, ეგრე კი არ არის, აი ესია, მაგრამ რო დგებოდი და რაღაც უნდა მეთქვა მართალი, რაღაც უნდა მეთქვა ამ კრებაზე. გული ამიჩქარდებოდა ხოლმე, იცით, ეს მოქმედებდა ჩემ ფსიქიკაზე. ვხედავდი რომ მე ვიყავი ვიღაცა თეთრი ყვავი, რომელიც ცოტა ხანში გაგიჟდება თუ დაავადდება ფსიქიურად, რადგან სხვა ამას არავინ არ ამბობს. შენ ხარ მარტო. აი ესეთ მდგომარეობაში იყო ნაზი. და ის ფსიქიური აშლილობა, რომელიც მას დაემართა და ეს მართლაც ასე იყო და მე ამას კარგა ხანი ვერც ვაღიარებდი და არც ვამბობდი და არც ეხლა მინდა მაგის თქმა, იმიტომ რომ მე კარგად ვიცნობდი მას და ახლოს ვიცნობდი და ის ამ თავის ასე ვთქვათ ამ რა ვიცი რა უწოდო ამ მტყოფობა ეს თუ რაღაცა თავის თავს აზიანებს და გარშემო მყოფებს არაფერს არ უშლის. არავის საზოგადოებისთვის საშიში არ არის. არის ასეთი ფორმა ამ დაავადებისა. აი ეს ამის საშიშროების წინაშე ვიყავით ყველანი, ვისაც მაგარი ფსიქიკა არ აქვს. და ნაზიკო იყო გმირი. აი ამ გმირობა, რასაც ქვია, ჩემთვის ეს არის, რომ აი რა არის ჩემთვის გმირობა, რასაც აკეთებს ახლა მზია ამაღლობელი. არ ვიცი რა დედამ გაზარდა, როგორ გაიზარდა, გარგნობით თითქოს კარგი ახალგაზრდა ჩანს, რაღაცა დაუწინაურებიათ კიდეცა, რომ შენი სილის ამ ქალის წამებას უყურებ. ავამტყოფი ქალის, რომელიც დააბრმავეს ციხეში, თუ ადრეც ჰქონდა პრობლემა სინათლის. ჟურნალისტი ქალის, რომელიც მსოფლიო აღიარა როგორც გმირი. დღეს ნაზი შამანაური უამრავი დგას რუსთაველზე. აი ეს ნამდვილად მჯერა მიამისი. და დღეს თამამად თუ პატარა სინდისიც გაქვს და
თუ შორს არ ახარ იმ ხელისუფლების ბნელი ზრახვებისაგან და გრძნობ და რაღაცა ხვდები რა შეეყარა თავამტყოფობა ეს თუ რა არის ეს რატო ააყირავეს ქვეყანა როცა არ იყო ამის საჭიროება მეთოდები არ შეცვლილა გელა ჩემთვის არის გასაოცარი აი ამ 2 წლის მანძილზე მე არაფერი ყოველ დილით ვიღვიძებ და ვიძინებ მაგაზე ფიქრით რომ რას გვერჩოდნენ რას ერჩიან ამ სახელმწიფოს რომელიც ძლივს დააღწია თავი აი რაღაცა აი ასეთ რაღაცებს რასაც ახლა ჩვენ ყვებით და რას გვერჩოდნენ არ შეცვლილა მეთოდები ეხლა კიდევ თქვენნაირი ხალხი და აი ის ხალხი ვინც რუსთაველზე დგას განსაკუთრებით ახალგაზრდები რა ვიცი გმირობის ტოლფაში მარტო დგომა იქ გმირობა ტროტუარისთვის რომ იჭერენ აი ეგე მაგათი შეძახილები არის იმედი თორე მეთოდები ხელისუფლებამ მშვენივრად აითვისა ნინო დათაშვილს რა სჭირდა ფსიქიატრიაში დასაყვანი ეგრე ხო შეიძლება მეც წამიყვანონ ახლა ფსიქიატრიაში ამ მშვენიერ ქალს აზროვნებს გადასარევად ყვებოდა თავის ავადმყოფობას თუ რაღაცას რა ფსიქიატრიული დასაყვანი რა სჭირდა მაგრამ მე გიქნებოდა კიდევ ერთი რა ვიცი რა თუნდა მაინც სახელმწიფოს რომ გიჟებათ გვაქციოს ყველა ვინც სიმართლეს ვამბობთ მივდივართ მარშებზე, გავყვებით მარშებს, მე გავივლით, იქ ვიდექით დასაწყისშიც ვიდექით, რამდენჯერმე ვიყავით, როგორც კი ისა, მე ღამე მოვდივართ, რა ვიცი, ცოტა ადრე, იმიტომ რომ ასაკის მიუხედავად ბენზინის ფულს ვაგროვებთ ხოლმე და უსხავთ, ოღონდ მანქანა ვიშოვოთ. ახალგაზრდებიც არიან დუშეთიდან, რომლებიც დადიან, რა თქმა უნდა, დადიან, ძალიან ერთგულობენ ყველაფერი, მაგრამ რატომ დავდივარ და მე მიმაჩნია რომ ეს არის პროტესტის ფორმა პროტესტის ფორმად იქცა იქ დგომა ეს არის პროტესტის ფორმა ჯერჯერობით ვერ გაირღვა ეს რაღაცა საშინელი ვერ შევაღეთ ეს რკინის ფარდა თუ რა სჭირთ რა ავათარიან ეგენი ხო არ არიან ფსიქიატრიულში წასაყვანები თვითონ კობახიძე, ეს პაპუაშვილი, მდინარაძე, ფსიქიატრიაში ხო არ არიან წასაყვანები. მე ახლა ივანიშვილის რო ვთქვა, ფორმალურად რას ვერჩი, არავინ არ არის. ფორმალურად არაფერი არ არის. და ესენი ახლა მე თქვენ მეკითხებით ჩარგალში ჩუმად რატო იყო ის საზოგადოება? ესენი რას ემორჩილები, ვის ემორჩილებიან? ერთ კაცს, რომელსაც ვერ გაუგია რა ფუნქცია აქვს ქართული ხალხის წინაშე. ტრადიციებს ვიცავთ რომ ლაპარაკობენ. რა ტრადიციებს იცავენ? კულტურული ერი ვართ, გელა. ჩვენ ვართ კულტურული ერი და როგორ შეიძლება ეგეთი სისულელეები დავიჯეროთ, რომ როდისღაც რატომ ამბობს და უბირ ხალხში ეს ჭრის შეშინება აი ასეთი რამისა რომ დაგამახინჯებენ შენ აგერ ჩვენ თვალწინ ადამიანებს იმის გულისთვის აწამებენ რომ დაუშვათ სილა გაარტყა ვიღაცა პოლიციელს და აწამებენ და ტროტუარზე დგომისათვის იჭერენ და ეხლა რო უთხრან რომ შენ მაგალითად იქ თუმცა თავიანთი შვილები დახავთ ევროპაში და ევროპაში კაცებსა და ქალებს რა ვიცი ათხოვებენ ერთმანეთზე და რაღაც ესეთი რამე რო უთხრა უბირი ამას დაიჯერებს აი ეს მაკვირვებს კიდე საწავიდა ჩვენი ინტელიგენცია ზუსტად ისე გაჩუმდა როგორც ჩუმდებოდა მაშინ როდესაც ირაკლი აბაშიძეს უთქვია ნაზირო დაიჭირეს ირაკლი აბაშიძემ სუფრაზე თქვა თურმე რასიზმ ასეთი ახალგაზრდები მოდიან იცი როგორი ვითარება აი არ მინდა პოლიტიკა მე ჩემთვის ვარ წნარათავარ 1-2 ლუკმას ვჭამ
დასაქმებული ვარ, თუ ძალიან გამიჭირდა საზღვარგარეთ წავალ. აი ამას ვეღარ ფიქრობენ, რომ იმ საზღვარგარეთს, რომელსაც ლანძღავს შენი მთავრობა, ის გინახავს აქ შენ. ახლა ისინი რო აქ გამოცემული იტალიაში პოეზიის წიგნები, იმას რა ქვია და მე მგონი ნობელის პრემიის პრეტენზიაც ჰქონდა მაღრაძე დათოს. რატოა ჩუმად? რატოა ჩუმად ევროპას რო ულანძღავენ? რა დააშავა ევროპამ, რა დაუშავა ევროპამ დათო მაღრაძეს? ანამდენ მსახიობს ხელფასებს რო უხდი და ეხლაც უხდის, აღარ ვიცი ივანიშვილი. მაგათ უხდიან ხელფასებს, ჩვენ ვინ გიხდის იმაში დუშეთიდან თბილისში ფეხით ჩავალ, ოღონდ თუ ცოცხალი ჩავედი. ფეხით ჩავალ მაგდემო, ოღონდ რამე ეშველოს ამ ქვეყანას და დაუბრუნდეს, რაღაც თავის კალაპოტს დაუბრუნდეს, რომელშიც იყო და ბედნიერები ვიყავით, კაცო, არც სიღარიბე, არც სამსახური მინდოდა, არც არაფერი არ მინდოდა, მშვენივრად აგე თარგმანს ვეწეოდი, აგე წიგნიც გამოვეცი და მშვენივრად ვცხოვრობ, არაფერი არ მიჭირს, არც ამ შია, სიმართლე გითხრა, სოფელში რო ხარ და ფშავში ვცხოვრობ და ფშავში ვიცხოვრე 82 წლიდან, იქ ვცხოვრობ და სახლი მაქვს იქ და მეუღლე რო აღარ ამყავს, ვეღარ ვაქცევ იქაურობას ყურადღებას, მაგრამ მე შიმშილი რა არის არ განმიცდია, ომის დროსაც არ განმიცდია შიმშილი ქონდა ნაკვეთი და საერთოდ ქართველ კაცს არ უნდა მოშიდეს, რომ თქვა სიმართლე. არ მინდა არაფერი, მაგათ აძლევენ ფულზე ეგენი არიან გაყიდულები. მე ვინ მაძლევს ფულს რუსთაველის პროსპექტზე დგომაში. რანაირი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ და რომ ამოვისუნთქეთ, მე კიდე სულ თქვა რატომ შეგვიზღუდა, სულ ანალოგიებს ვავლებ დღევანდელ დღესაც. მე არა მაქვს იმედი რომ მოვესწრები, ახლა 85 წლისა ვარ, მაგრამ რა დავაშავე ისეთი რომ ერთი ასეთი ტირანია გამოვიარეთ, გამოვძვერით რაღაცნაირად და შეგვიყვანეს კიდევ ამ 2 წელიწადში შეგვიყვანეს ასეთ უბედურებაში.